მშვიდობისა, მაესტროსა და პირველი სტერეოს ეთერშია თოქ-შოუ პრეს-პრესი. რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის განმავლობაში თქვენ ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ ერთ აზრზე მყოფი ადამიანების ერთნაირ შეხედულებებს. თუმცა ეს არც თუ ისე ცუდია, რადგან როცა აზრები განსხვავებულია, იწყება კამათი. ბევრი კამათის შემდეგ კი ნელ-ნელა იწყება ის, რაც ასე სასარგებლოა სამამულო შოუ ბიზნესისათვის. განვითარება. დღევანდელი პრეს-პრესის სტუმრები არიან ქართველი კლიპმეიკერები. დათო დაუჯერებთ იმ აზრს, რომ ცუდი კლიპი კარგ სიმღერას ჭრილში აყენებს ან პირიქით. კარგ კლიპს შეუძლია ცუდი სიმღერის პოპულარიზაცია, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანებს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე აქვთ თავის თავზე აღებული. პირველი, ვინც ჩვენი პრეს-გუნდის ცნობის მოყარეობას დააკმაყოფილებს, იქნება პირველი ქართული ვიდეო პროდუქციის ავტორი, ანუ პირველი კლიპმეიკერი გიორგი აბრალიძე. მანამდე კი ტრადიციული პროლოგი პრეს-პრესის ეთერში. ქართული კლიპ ინდუსტრია არსებობის დაახლოებით 15 წელიწადს ითვლის. სიმღერის ვიდეორ მხატვრულად კადრირების თანამედროვე ფორმა მანამდე საჭიროებას არ წარმოადგენდა. თბილისის ხედების პატრიოტულ-პათეტიკური ფონები და ბოტანიკური ექსტერიერი სავსებით აკმაყოფილებდა როგორც ამგვარ ფონზე გადაღებულ მომღერლებს, ასევე მათ მაყურებლებს. Hatrialeb shakhi bedis rakvili daramzaria Sadasiqvarulia 90-იანი წლების დასაწყისში ქართველმა რეჟისორებმა პირველად სადეს პირველი ნაბიჯები გადაედგათ ამ მიმართულებით. პიონერი კლიპმეიკერების ნამუშევრების ხილვა მაშინ ახლად შექმნილ და ყველა ჩარჩოსგან თავისუფალ მეორე არხზე იყო შესაძლებელი. (1995) წლისთვის ქართული კლიპების რიცხვი დაახლოებით 20-მდე გაიზარდა. მაშინ ამგვარ ნამუშევრებს მორიდებით მუსიკალურ ვიდეო ჩანახატებს ეძახდნენ. დამხოლოდ დღეს მივხვდი მწყურო და ამდენ ხანს ო ანგელოზო ჩემო ნამდვილი ბუმი კი 3 წლის შემდეგ დაიწყო. მაშინ, როდესაც ქალაქური და სუფრული ჰანგების გვერდით თამამად დაიწყო გახურჩქნა სამამულო პოპ-სოულ მუსიკამ. მთავარი მიზეზი მაინც საერთო სატელევიზიო სივრცის გაფართოება გახდა. ანუ საკუთარი შემოქმედების რეკლამირებისთვის უკვე აღარ იყო საკმარისი სიმღერის მხოლოდ აუდიო ვერსია. გავიდა კიდევ 2 წელი და კლიპების გადაღება ჯერ მკვეთრად გამოხატულ სურვილად, შემდეგ მოთხოვნილებად და ბოლოს აბსოლუტურ საჭიროებად იქცა. დღეს მუსიკალური კლიპების წარმოებას მთლად ინდუსტრია ვერა, მაგრამ განვითარებადი და ნელ-ნელა მზარდი პროცესი მაინც შეიძლება ეწოდოს. ბოლო 4 წლის მანძილზე ქართველმა რეჟისორებმა 700-მდე კლიპი გადაიღეს. ეს კი არც ისე ცოტა ახლად ჩამოყალიბებული და თანაც პატარა სამამულო ბაზრისთვის. ცნობისათვის, დღეს საქართველოში კლიპის დამზადება, რა თქმა უნდა, ხარისხობრივი დაყოფის მიხედვით, გასაოცრად განსხვავებული თანხაჯდება. ჯერ კიდევ არსებობენ მომღერლები და რეჟისორები, ვინც ამ ძვირადღირებული პროდუქციის შექმნას მაგალითად $200 ახერხებენ. და არსებობენ ისეთებიც, ვისაც საკუთარი სიმღერისთვის ვიზუალური სარჩული 100-ჯერ მეტი, ანუ $20,000 უჯდებათ. ქართული გაგებით მოდურ პრესტიჟულ რეჟისორებთან გადასაღებ მოედანზე დგომა მატერიალურ მსხვერპლს მოითხოვს. რა თქმა უნდა, მათთვის, ვისაც იდეა ფიქსას აქვს მაღალბიუჯეტიან კლიპებში საკუთარი თავის ხილვა. ასე რომ, საშუალოდ ქართული მენტალიტეტით მაღალი დონის კლიპის ფასი 4-დან 10,000-მდე მერყეობს. გააჩნია დამკვეთის მოთხოვნას და შემსრულებლის ფანტაზიას მადასთან ერთად. ყველაზე მომგებიან პოზიციაზე და მოგებულის პოზაში კი, რა თქმა უნდა, ისინი არიან, ვინც მცირე ბიუჯეტიანი, მაგრამ არამცირედ იდეური ნამუშევრებით ახერხებენ ყურადღების მიპყრობას. თუმცა ეს ქართულ მუსიკალურ სამყაროში ჯერჯერობით იშვიათი მოვლენაა.
ეთერშია პრესპრესი თემით ქართული მუსიკალური ვიდეო პროდუქცია და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი გიორგი ებრალიძე, რომელიც ასევე პირველი იყო, რომელმაც სცადა ქართული სიმღერის, ასე ვთქვათ, ახლებურად შეფუთვა. გამარჯობა. გამარჯობა. გიორგი, თქვენი პირველი კლიპმეიკერული ნამუშევარი 1999 წლით თარიღდება, ეს იყო 15 წლის წინ. მაშინ ბუნებრივია ქართული შოუ-ბიზნესის ჩანასახიც კი არ არსებობდა, რომ აღარაფერი ვთქვათ, კლიპების შექმნის კულტურაზე. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც უყურებთ თქვენს პირველ ნამუშევრებს, გეღიმებათ თუ თვლით, რომ რეჟისორული მიდგომის მხრივ ჩვენს კლიპ ინდუსტრიაში დღემდე არაფერი შეცვლილა? იცით რა არის, მეღიმება კიდევაც და ნუ რაღაცები მიმაჩნია, რომ საინტერესო არის მაინც იქაც. მით უმეტეს რომ მაშინ თქვენ ამბობთ რომ შოუ ბიზნესიო, მე ვთვლი რომ შოუ ბიზნესი დღესაც არ არის განვითარებული საქართველოში. და მით უმეტეს მაშინ საერთოდ არაფერი არ იყო და მე ვთვლი რომ არ იყოს შოუ ბიზნესური მიდგომა ამ საქმისადმი, უფრო შემოქმედებითი მიდგომა იყო. და ალბათ იმ პერიოდის აი ეს ვიდეო პროდუქცია მე კლიპს არ უძახი მაინც ამ საქმეს, არ ვამბობ ეს. მუსიკალური ვიდეო პროდუქციას უძახი. იყო ამით უფრო საინტერესო და უფრო ჯერ ერთი ნოვატორული რაღაცები იყო მაშინ პირველად კეთებოდა ახალი და მეორეც ერთი უფრო შემოქმედებითად იმაჩნია რომ საინტერესო. შეიძლება ტექნოლოგიები არ იყო მაშინ ისეთი აბსოლუტურად არანაირი ტექნოლოგიური ბაზა არ არსებობდა საქართველოში, მაგრამ შემოქმედებითად ძალიან საინტერესო იყო ეს პირველი ნაბიჯი. ამიტომ ორივე მომენტი არის რაღაცები, რა თქმა უნდა, გვეშლებოდა, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა. უფრო კონკრეტული წარმოდგენა რომ შეექმნას მაყურებელს ბატონი გიორგის რეჟისორულ შესაძლებლობებზე, მინდა გიჩვენოთ მის მიერ გადაღებული კლიპების ნაწყვეტების პატარა კოლაჟი, რის შემდეგაც ჩვენი სტუდიის მარჯვენა ფლანგი უკვე დაიწყებს თავისი მოვალეობების შესრულებას. შეგახსენებთ, რომ ამ ნამუშევრების უმრავლესობა 13-14 წლის წინ არის შექმნილი, მხოლოდ კლიპი ბრძოლა წესების გარეშე არის შედარებით ახალი. ბატონო გიორგი, გისურვებთ წარმატებას იმ ბრძოლაში, რომლის წესებსაც ჩვენი პრეს-გუნდის წევრები ადგენენ და ალბათ დროა დავიწყოთ პირველი რომელი იქნება. ლიზა. ლიზა ინტერნეტ რადიოს
გიორგი ებრალიძე არის თანამედროვე ქართული ტელევიზიის პოსტსაბჭოური ტელევიზიის პიონერი. საქართველოს შოკი განიცადა, როდესაც ეკრანზე გამოჩნდა პულავერით გამოწყობილი ყმაწვილი და გამოაცხადა: გამარჯობათ, ეს მეორე არხია, მე ვარ სერგი გვარჯალაძე. ეს იყო მართლაც და ნონსენსი, ეს იყო რევოლუცია და თვითონ მეორე არხი იყო, არ ვიცი, ნოვატორული ტელევიზია, რომელმაც გვაჩვენ ალბათ, არ ვიცი, დასავლური ტიპის ტელევიზია როგორი უნდა იყოს, თუნდაც შეიძლება ქართული ტელევიზია ესეთი უნდა ყოფილიყო, არ ვიცი, მაგრამ ეს იყო ნამდვილი შოკი. საინტერესო სახეები ძალიან მე მახსოვს იგივე სერგი, დეფი, საინტერესო გადაცემები, ამ არხს უყურებდა ხალხი, მთელი საქართველო უყურებდა, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში. დღეს თქვენ მაესტროს მხატვრული ხელმძღვანელი ბრძანდებით, ხო? სამხატვრო ხელმძღვანელი ბრძანდებით და აი მე მინდა გკითხოთ, სად წავიდა ის ახალგაზრდული შემართება, ის ენთუზიაზმი, ის ახალი იდეები, ნოვაციები? ანუ მე რამდენადაც ვიცი, მხატვრული თვალსაზრისით მაესტრო სულ κρიტიკის ქარცეცხლშია. ანუ რატომ აღარ იღებს გიორგი ებრალიძე ესეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ წლების მომატებამ აი დამღლობელად მოქმედა გიორგი ებრალიძეზე. ბოდიშეთ. იცით რა არის? აი ეხლა ძალიან მენიშნა თქვენ რაც თქვით, იმიტომ რომ ზუსტად მეორე არხს როცა ვაკეთებდით, აი ესეთი კრიტიკა ეს ქართლში ვატარებდნენ ზუსტად. იყო აი ესეთი ლაპარაკი, რომ ეს არის საშინელება, ეს სიახლე არ არის, ეს არის ტელევიზიის საფუძვლების რაღაცნაირად დაანგრევა და მენტალიტეტის ახალგაზრდობის შეცვლა ცუდისკენ და ამით უბიძგებთ მათ ამერიკანიზაციას და ну აი ესეთი ტენდენცია იყო. ყოველ შემთხვევაში მე მგონი რაღაცა მე მაინც ვთვლი რომ მაესტრო ახალია. მაინც ახალია, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ მაესტრო არის პირველი მუსიკალური ტელევიზია და მე ვთვლი რომ მაესტრომ გააკეთა ის რომ ქართული საესტრადო მუსიკა პოპულარული გახდა დღეს საქართველოში. აი თქვენ მეორე არხით ამაყობთ, იმ მეორე არხით უფრო ამაყობთ თუ აი ახლანდელი მაესტროთ უფრო ამაყობთ? მაშინ ესე დავსვამთ. იცით რა არის ხა თქვენ აი ორ შვილზე რო ეკითხებია რომ უფრო გიყვარსო და ახლა იგივე სიტუაციაში მაგდებ. მაესტრო არის იმ ნაყოფი იმ მეორე საწყალი ალბათ უფრო გეცოდები. მე მინდა ერთი შესწორება შევიტანო, ჩვენ დღევანდელი თემა ეხება არა ტელევიზიებს, არამედ მუსიკალურ პროდუქციას, ასე რომ უფრო კონკრეტულად შეკითხოთ. მიმართებაში არანაირი შემჩნევები არ აქვს ბატონ გიორგი. მაშინ გადავცეთ მიკროფონი რეზოა. რეზო კაკულია ფორტუნა პლუსი, ესეთი შეკითხვა მაქვს, ნუ ლიზას ვეთანხმები, მეც ლიზასი არ იყოს, მეც ესე იგი თინეიჯერი არა ვარ, თუმცა ლიზა გამოიყურება როგორც თინეიჯერი და მეც კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც პირველად ეს ყველაფერი გამოჩნდა ეკრანებზე და ჩემშიც რაღაც კონდა რაღაც ესეთი სხვადასხვა სახის განცდები გამოიწვია ყველაფერმა. რაც შეიძლება თქვენს აი მიკროფონი თუ შეიძლება. exchange. ესე იგი, რაც შეიძლება თქვენ შემოქმედებას მე მინდა ეხლა ვადევნით თვალყურს და აღვიდგინოთ. მე აღვიდგინე უბრალოდ თქვენი ნამუშევრები, ზოგი ვიცოდი რომ თქვენ იყო, ზოგი არ ვიცოდი და ნუ ეხლა ვაკის პარკის გარდა თითქმის ყველა იყო ესეთი ალტერნატიულ სიმღერაზე გაკეთებული კლიპი. მე ესეთი შეკითხვა მაქვს, თუ გიმუშავიათ უფრო პოპულარულ შემსრულებლებთან ან თუ აპირებთ აწითქვათ ეს პაპსაზე გადაღებას კლიპებისას ეს კითხვა მაქვს. იცით ისე მოხდა თავიდან რომ მაშინ არც პაპს არ იყო მაინც და მაინც ჩემთვის ეს საქმე რასაც ახლა თქვენ კლიპებს უძახით და რაღაცა იყო საინტერესო იმით რომ იქ შეიძლებოდა რაღაცა რეჟისურის ესეთი კანონიკის და სტანდარტების დარღვევა და რაღაცა სხვა რამის გაკეთება და თვითონ ეს მუსიკოსები არიან ჩემი მეგობრები რომლებიც არაზუსტ პოპულარულები არ იყვნენ ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდში ახლა ირაკლი გახდა რა თქმა უნდა პოპულარული დანარჩენები გაიხვეწენ საქართველოსთან და უმეტესობა აქ არ არის. იმათ ჰქონდათ რაღაცა თავიანთი იდეები, ანუ მუსიკალური იდეას გულისხმობ და ეს ჩემთვის იყო საინტერესო, როდესაც ეს კი არ იყო უბრალოდ კომერციული ნამუშევარი, ეს იყო რაღაცნაირი ჩვენი ურთიერთობა შემოქმედებითი. ჩემი იდეები და მათი იდეები რაღაცნაირად რეალიზაციას ჰპოვებდა გამოსახულებაში. ანუ მაშინ ჩვენ არც ვიცოდით რა არის კლიპი და ამით რომ შეიძლება რაღაცა შოუ ბიზნესის განვითარება და კომერცია და რაღაცა
ეს იყო ჩვეულებრივი შემოქმედებითი კონტაქტები და მეტი არაფერი. ხატია შემოგია რადიო ფორტუნა. დღევანდელი თანამედროვე მაყურებელი თქვენ უფრო სარეკლამო კლიპებიდან გიცნობთ, ხო? ეხლა გავიგეთ, რომ ეს 10-15 წლის წინანდელი წინ თქვენ პირველი იყავით, ვინც გადადგა ეს ნაბიჯი. დღესდღეობით მაშინ როდესაც კონკურენცია გაიზარდა, ხო? და არის უფრო ბევრი კლიპი, ვიდრე მაშინ იქნებოდა. თქვენ რატომ აღარ მუშაობთ ამ სფეროში? იმიტომ რომ კონკურენციას ვერ გრძნობთ და ფიქრობთ, რომ ეს კლიპები არ არის ის კლიპი, სადაც თქვენ შეგიძლიათ თქვათ იმუშაოთ და თქვენი კონკურენტები უბრალოდ არ არიან, თუ თქვენ უფრო ალტერნატიული მუსიკისკენ იხრებით და პოპ მუსიკა არ გაინტერესებს? იცით რა არის, მე მაინც ეთყობა რაღაცნაირად განაბიურებული ვარ ამ ჩემი რაღაც ისეთი ისინი მაქვს მოსაზრებები და ვთვლი რომ მე თუ არ ვიგზენი ის მუსიკა რომელთანაც მაქვს კონტაქტი რომელიც უნდა რომ გავაკეთო თუ მაქსიმალურად არ ვიგზენი და პირველივე წამში თუ რაღაცა იდეა არ მომივიდა მე ვეღარ ვაკეთებ. ანუ შეიძლება შემიძლია მე ვერ ვწდები ამდენს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მუსიკამ უნდა მომწეს ის იმპულსი, რისთვისაც კეთდება. ჩემთვის კლიპის კეთება არ არის ჩემი პროფესიის ძირითადი ნაწილი. ხო, მე რეჟისორი ვარ და სხვა დარგებაშიც მუშაობ, მაგრამ აქ უნდა მქონდეს რაღაცა ინტერესი, შემოქმედებითი ინტერესი, როდესაც მექნება ემოცია, რაც თავარია, ემოცია, რომელიც მინდა გადმოწე. ეს სამწუხაროდ ძალიან იშვიათად ხდება ესეთი რაღაც. და ამ ეტაპზე ბოლო შეკითხვას ირა მიქაბერიძე. ირა მიქაბერიძე, ჟურნალი კაკადო. გიორგი, მე მაქვს ესეთი შეკითხვა. ანუ აი რეჟისორები, ნუ ხო ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა კლიპმეიკერები, თქვათ, როდესაც მიდიხარ ინტერვიუზე, ისინი კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ მე არ ვარ კლიპმეიკერი, მე ვარ რეჟისორი. რას ნიშნავს კლიპმეიკერი? ანუ რითი განსხვავდება? და რა განსხვავებაა რეჟისორსა და კლიპმეიკერს შორის? იცით რა არის, მე ვთვლი რომ კლიპმეიკერი არის ადამიანი, რომელიც ამ საქმით უნდა იყოს დაკავებული თავიდან ბოლომდე. უნდა მაქსიმალურად ერგვეოდეს, მქონდეს რაღაც მუსიკალური ისიც რა ქვია, ტალანტი და მქონდეს კიდე კომერციული ტალანტი. ანუ ეხლა მე სარეკლამო რგოლებსაც ვაკეთებ და ვთვლი რომ ეხლა აი ესე უდგებდი ამ საქმეს, რომ მე თუ რეკლამას ვაკეთებ, ეს იგივეა, რაც კლიპი გადაიღო დღეს, იმიტომ რომ ესეც არის ფაქტობრივად იმ შემსრულებლის სარეკლამო რგოლი, რომელიც გაყიდით მის ალბომს, ხო? ანუ ეს არის რეკლამა და არის რეჟისორები, რეკლამშიკები, ესე უძახენ ქართულად არის რეკლამის, რომელიც ამზადებენ. არიან მე არ თვითონ ეს ტერმინი არც მე არ მეგონს, კლიპმეიკერი რაღაცა, მე რეჟისორი, რომელიც მუშაობს მუსიკალურ პროდუქციის შექმნაზე. ანუ პრინციპში არანაირი განსხვავება არ არსებობს ესე იგი ამ ტერმინებს შორის. არა, მაგრამ მე ჩემ თავს კლიპმეიკერად ავთვლი. და კიდევ ერთი კითხვა, ანუ არსებობს ესეთი მცნება, ქართული კინო, ქართული თეატრი. არსებობს თუ არა ქართული კლიპი? სამწუხაროდ ძალიან დიდი პროცენტი ქართული არ არის, რაც ჩვენ ეკრანზე გადის, მაგრამ არის ქართულების. თუ არის 1-2, ესე იგი არსებობს. ძირითადად არის ევროპულ, ამერიკული ტენდენციების მატარებლები და ქართული არის ცოტა იშვიათად. მადლობთ. ამ თემას ჩვენ ცოტა მოგვიანებით კიდევ აუცილებლად დავუბრუნდებით. ახლა კი დროა წარმოგიდგინოთ ჩვენი მეორე სტუმარი, ქართული შოუ-ბიზნესის ბაზარზე ყველაზე პროდუქტიულ კლიპმეიკერად ცნობილი ზაზა ორაშვილი და სანამ ბატონი ზაზა თავისი ორატორული შესაძლებლობების დემონსტრირებას მოახდენდეს, მანამდე მაყურებელი მის რეჟისორულ შესაძლებლობებს გაიცნობს. ასე რომ წარმოგიდგენთ იმ კლიპებს, რომლებიც სწორედ ჩვენი მეორე სტუმრის მიერ შექმნილი. Below the la manina, below the la manina, abadelia belio de la. Galia si chasas me la pindicar, char 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 yamachar hey, se encontré mi gusto tindicar. Mi dijara la moda la vers, pizia galik nebi, mato galik nebi. Minda gerotes, minda kesmotes, simvara, simvaru.
Trust me, this is something I know it. I'll catch the overflow. I'll be there when the cold wind blows. I'll catch the overflow. When it's good, I'm in control. შემოძახილი მიწის და ცისა თვალუხელი წყალობა ღვთისა გადაფერება ნათელი მთისა ზეცაში მივიან ნაცნობი ქუჩები ბაღებში ისევ ბულბულის თვენს თბილსა და სამარას თუ გულით ატარებს ეს თბილისის მზეს გული ელოდება პრესპრესის მორიგი სტუმარი ამ ყველაფრის ავტორი და ყველაზე პროდუქტიულ კლიპმეიკერად აღიარებული ზაზა ორაშვილი გამარჯობათ. მოგესალმებით. ეს არ იყო ზაზას მიერ შექმნილი პროდუქციის სრული ნუსხა, თუმცა ვფიქრობ მრავალფეროვნება უამისოდაც თვალშისაცემია. მე მგონი ასეთივე მრავალფეროვანი იქნება ის შეკითხვები, რომლებიც მისი მისამართით იქნება დასმული და დავიწყოთ ალბათ დროა. მოგესალმებით, თაკო აგარაშვილი ჟურნალისტეო, თმინ ახლა პატარა კოლაჟი ვნახეთ თქვენი ნამუშევრებისა. და შეიძლება ითქვას, რომ ფაქტია, შეიძლება ითქვას, ფაქტია, რომ ძალიან მრავალფეროვან ადამიანებთან გქონდათ ურთიერთობა პროფესიონალური. დაწყებული სულ პატარა ბავშვებიდან, თინეიჯერები და ასევე ისეთ სერიოზულ მომღერლებთან, როგორებიც არიან მაია ჯაბუა და მერაბ სეფაშვილი. რამე კრიტერიუმი თუ არსებობს თქვენთვის, რომლითაც ირჩევთ მომღერალს, რომელთანაც იმუშავებთ, თუ მხოლოდ თანხა არის და მეტი არაფერი. ეცით რა, მადლობა კითხვისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ალბათ ეს კითხვა უფრო უნდა დაგესვათ თვითონ მომღერლისთვის, იმიტომ რომ ეს ის შემთხვევა, როცა მომღერალი, შემსრულებელი ირჩევს რეჟისორს და არა რეჟისორი ეძებს მომღერალს და ეუბნება მოდი გადაგეოკლი. უკაცრავად რეჟისორს არ აქვს უფლება რომ უარი თქვას. რასაკვირველია. და ამ შემთხვევაში ამიტომ გეკითხებით, გააქვთ კრიტერიუმი, რომლითაც უარს ამბობთ მომღერალს? მე შეიძლება არ მომეწონოს სიმღერა, კატეგორიულად არ მომეწონოს სიმღერა, კატეგორიულად არ მომეწონოს შესრულების მანერა და თქვა უარ. თუ იცით რა, აი ამ კითხვას ხშირად სვავენ ჟურნალისტები პრესაში, ინტერვიუებში და თუ რამე ხელჩასაჭიდი არის, ანუ მე თუ მომივა რამე ასოციაცია, იმ ვიზუალური რიგის ასოციაცია, რის დადებაც შეიძლება მუსიკაზე, ამ შემთხვევაში შეიძლება მე დავთანხმდე. ხშირ შემთხვევაში ასეთი თუ წუნდები რომ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა, მე ვიძახი უარს. და ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი შეკითხვა თუ შეიძლება, თქვენ ჩვენთან საუბარში ერთხელ აღნიშნეთ, რომ კლიპის ხარისხს განაპირობებს სიმღერის ხარისხი და მხოლოდ იღებთ კარგ სიმღერებს და როგორც ვიცი, ესე იგი თქვენს შემოქმედებაში არის ისეთი კლიპი, როგორიცაა აგენტი 007. ამ შემთხვევაში თქვენ აზერბაიჯანულმა მოტივებმა მოიხიბლათ თუ არა, დავიწყოთ იქიდან, რომ არსებობს რაღაცა კონიუნქტურა საქართველოში, რა შეიძლება გახდეს პოპულარული და რა არ შეიძლება გახდეს პოპულარული.
ნუ იმასაც ვიტყვით, რომ აი ეს კონკრეტულად ეს დაკვეთა არის არსებობდა და დღესაც არსებობს Artemis ორგანიზაცია, ხო? აი პირველი დიდი პროექტი, რაც გამოიწყო Artemis-მა, იყო დაკავშირებული კლიპთან დაკავშირებით, იყო დაკავშირებული ამ კლიპთან. სიმართლე რომ გითხრათ, მე ნუ შეიძლება არა, შეიძლება სიმართლე ვთქვა, რომ მე ეს სიმღერა თვითონ აპრიორი ეს სიმღერა არ მომწონს. მე შეიძლება პატივი ვცე იმ ადამიანების გამოვნებას და აზრს, ვისაც მოწონს ეს სიმღერა. მაგრამ ამ შემთხვევაში, იცით რა, ზოგჯერ შეიძლება რეჟისორი საკუთარ თავს, რეჟისორმა საკუთარი თავისთვის დაამტკიცოს, აი მე ამ სიმღერადანაც გამოვიყვან რაღაცას. ეხლა მე როგორ ვიყურებ, იცით რა, შეიძლება აზრი იყოს სუბიექტური და ობიექტური. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ხმამაღალი სიტყვა იყოს ჩაწვია დახვე, მაგრამ აი ამ სიმღერიდან ამის აი ესეთი პროდუქციის გაკეთებას ну რაღაცა ჭირდება, ხო? მე სხვა შემთხვევაში ეს იცით რა, შეიძლება და ეს სიმღერა ამ სიმღერაზე არ გადაღებულიყო კლიპი, მაგრამ გახიტებულიყო მაყურებელს თუ მსმენელს თუ ასე ვთქვათ ნახავ ადამიანს მოწონებოდა, მაგრამ ну მე ვფიქრობ რაღაცა იმორი და კიჩური იმით უფრო მეტი მოიგო. ან თქვენ ეთანხმებით იმ აზრს, რომ კარგმა კლიპმა შესაძლებელია ცუდი სიმღერაც კი პოპულარული გახდეს. ვფიქრობ ასე, რომ შეიძლება ცუდმა კლიპმა გააფუჭოს კარგი სიმღერა და კარგმა კლიპმა ამოწიოს იმ კლიპის სიმღერის რეიტინგი ფართო მაყურებლის წინაშე. გასაგებია, დიდი მადლობა. შეკითხოს ისევ მე დაგისვათ, მაინტერესებს, მე არ გაბრალებთ, უბრალოდ ჩემი მოსაზრება და თქვენი აზრით მაინტერესებს. ჯაბას სიმღერაზე მაზაგ კლიპი თქვენი გადაღებულია. ჩემი აზრით ეს იდეა მოპარულია ენრიკე იგლესიასის ერთ-ერთი ბოლო კლიპიდან. არის თუ არა ეს ასე? გასაკვირველია, არ არის ეს ასე. თქვენ რო უფრო ხშირად გეყურებიათ MTV-ისთვის, ანუ ევროპული MTV-თვის და ამერიკული MTV-თვის, თქვენ დააფიქსირებთ იმას, რომ ჯაბა ქარსელაძის კლიპის პრეზენტაცია შედგა. მე სწორედ ამიტომ გითხარით, რომ მე არ გაბრალებთ, მე უბრალოდ ჩემი აზრი მქონდა. კი ბატონო, მეც ერთი თქვენ ახევრის მერე შედგა ენრიკე იგლესიასის კლიპის პრეზენტაცია. ესე იგი იმას მოიპარეს პირიქით. არა, რა სისულელია, მე დაკუნებული ვარ, რომ ის რეჟისორი არაა ჩასაფრებული ქართულ ტელევიზიას და არ უყურებს ქართულ კინოს, უბრალოდ პლატონს აქვს ნათქვამი იდეები ჰაერში დაფრინავენ. ბატონო? მიკროფონი თუ შეესწრებ. გავაგრძელოთ. მოგესალმებით, ლალი ფაცია, ჟურნალი თბილისელები. ზაზა, მე მაინტერესებს, როდესაც დამწყები რეჟისორი კლიპმეიკერი დავარქვათ ამას აკეთებს, რაზე აკეთებს გათვლას, როდესაც ის იწყებს კლიპის გადაღებას. აუცილებლად უნდა იყოს პოპულარული ადამიანი, ვისაც უღებს კლიპს, თუ არ არის ეს საჭირო და მინდა გაგახსენოთ ერთი ეპიზოდი თქვენი, აი სულ თავიდან, როდესაც დაიწყეთ მუშაობა, თქვენ გადაუღეთ მე მახსოვს სახეს კლიპი. და იმ კლიპმა მანა სატელევიზიო ფესტივალზე ერთ-ერთი წარმატებული კლიპი იყო. აი რა მოხდა იქ? თქვენმა ხელოვნებამ იმარჯვა თუ იმამ რომ პოპულარული იყო უბრალოდ ჯგუფი სახე იმ დროისთვის? იცით რა არის, მე წეღანაც აღვნიშნე, რომ მე საკმაოდ დიდი ხანია უკვე მუშაობ ტელევიზიაში, პირველ არხზე. დაახლოებით 9 თუ 10 წელია. ну იქ უკვე რომ მიდი ახალი ადამიანი რომ მიდის ასეთ დაწესებულებაში სამუშაოდ, სასაკვირველია და ფიქრობს ამ სტრუქტურაში მუშაობას, ათვალიერებს ვინ რას აკეთებს ამ სფეროში. აი გიორგი აქცის და პირველი თვალსაჩინო ჩემთვის რა იყო, აი მე რაღაცა მუსიკალური კონცერტი ვნახე და ვიკითხე, ეს ვისი გადაღებულია. პლუს კიდე იმ პერიოდში ტრიალებდა ნიკა ახვლედიანის, სოსო პავლიაშვილის კლიპი, ერთ-ერთი პირველი კლიპია, რაც საქართველოში იყო გადაღებული და ну უყურე იმ ბაზარზე, რაც საერთოდ ტრიალებდა ტელევიზიის მეშვეობით, ჩემთვის მისაღები იყო ეს და აი რეჟისორს მე ებადება აზრი, ну თუ მარტო იმათ შეუძლია ასეთი რაღაცის გაკეთება. ანუ შემიძლია თუ არა მე. იმ დროს არსებობდა, უпростоრად მე არ ვიცოდი რომ არსებობდა ჯგუფის სახე, ეს ძველი ჯგუფის სახე იყო და მოვისმინე მათ მიერ შესრულებული სიმღერა. სიმღერა მომეწონა და აი ვიფიქრე რომ აი ხო არ მეცადა ამ სიმღერაზე კლიპის გაკეთება. აბსოლუტურად მაშინ შეიძლება ითქვას რომ მე დილეტანტიც ვიყავი, არც აპარატურა არსებობდა პირადად ჩემ გარკვეულებაში არანაირი და აი უსტარული მეთოდებით, ანუ ეხლა თუ ვიღებთ AMX-ზე და ვიღაცები პედაგამზე თუ იღებენ, მაშინ აი თითქმის home videos აპარატურით გადავიღე ეს კლიპი. როცა ეს კლიპი წარდგა უკვე ტელეფესტივალ მანაზე, იცით, რაღაც ალბათ ადამიანს იმედიც ეძლევა, რომ ალბათ მეც რაღაცის გაკეთება შემიძლია. იმის მერე უკვე რაღაც პერიოდი იყო ისეთი, როცა მე კლიპი არ გადამიღია და მეორე შემთხვევა იყო, როცა ნინელი ჭანკოტაძე და გიარონიშვილის კლიპი გადავიღეთ. ანუ იქიდან უკვე ჩავთვალე ალბათ
გასაგებია დიდი. მიზანშეწონილი იქნებოდა ჩემი მუშაობა ამ სფეროში. საღამოშთობის და ნინო მურღულია ჟურნალი რეიტინგი. საძე მაინტერესებს თვლით თუ არა თავს შემოქმედ ადამიანად და რას გულისხმობთ სიტყვა შემოქმედის ქვეშ? იცით რა არის? შემოქმედ ადამიანს საერთოდ დიდი დატვირთვა აქვს თვითონ ამ სიტყვას. მე ასე ვფიქრობ, რომ იცით არსებობს რაღაცა კრიტერიუმები, რა სფეროში მუშაობ. ეხლა მე განათლებით ვარ კინო რეჟისორი. აი კინო რომ მე მქონდეს საშუალება კარგი ფილმის კეთების, თუმცა ეს პრობლემაც არ შეიძლება ადამიანს ნებისმიერ თუ მე ვთვლი რომ თუ ადამიანს რამე გულით ძალიან უნდა, იმას აკეთებს და რეალურად აბსოლუტურად რეალურია იმის გაკეთება. აი მე რომ გადავიღო კარგი კინო, რომელიც დაიმსახურებს ასე ვთქვათ აღიარებას, მაშინ მე შემიძლია ვთქვა, რომ უბრალოდ საკუთარ თავზე მე შემოქმედი ვარ, ეს ცუდი ტონია, ხო? სხვამ უნდა თქვას, ალბათ შენი რაღაც სინონიმით შეგაგვიყვოს ან რაღაცა, ხო? აი კლიპი, იცით რა არის? მე ასე ვფიქრობ, რომ შეიძლება რანგობრივად კლიპის ფენომენი ისეთ დონეზე არ დგას, როგორც ფილმი შეიძლება იდგას. მაგრამ რასაკვირველია კლიპსაც აქვს თავისი დატვირთვა. მე იმას მოვხსნით იმ კლიპს იმ ფუნქციას, რომ ეს არის რეკლამირების საშუალება სიმღერის თუ მომღერლის და დავუტოვოთ რაღაცა ესთეტიური სიამოვნების მატარებელი რაღაცა ნიმუში. ზოგჯერ ხელოვნების ნიმუშიც არის ხო? ბატონო? ზოგჯერ ხელოვნების ნიმუშიც არის. ოღონდ არა ქართული. ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თუნდაც ერთი რაღაცა, აი თუ გარკვეულ დროს გაუძლო. ანუ აი რაღაცა ჩამოაყალიბა, რაღაცა ტალღა, ან რაღაცა მიმდინარეობა ჩამოაყალიბა, რაღაცა ესთეტურად შეუცვალა ადამიანს, მაყურებელს რაღაცა შეუცვალა, რაღაცა დაუტოვა. აი სხვა შემთხვევაში შეიძლება კლიპი სუფთა კარგად პროფესიონალურ ნამუშევრად ჩაითვალოს. მე ასე ვფიქრობ. მადლობთ. დაზა, მე როგორც ვიცი, შენ გაქვს დამთავრებული თეატრალურში სარეჟისორო ხო ფაკულტეტი. და მე მაინტერესებს, როდესაც ჩააბარე შენ ინსტიტუტში, ანუ შენ ქონდა გადაწყვეტილი, რომ უნდა გამხდარიყავი რეჟისორი? გასაკვირველია. და მე მაინტერესებს, ანუ რატომ არ განაგძე მაშინ აი ამ სფეროში მუშაობ და რატო არ გადაიღე კინო? იცით რა, ეს კითხვა გაცემულია. კინო, თქვენ მე მგონი გიორგის დაუშვით, არა, შეკითხვა, რომ არსებობს ქართული ფილმის ფენომენი, ხო? ქართული თეატრის ფენომენი. იყო კი საქართველოში იღებდნენ ფილმს დღესდღეობით არ იღება. რატო თქვენც იცით? ნუ არ შეიძლება საზოგადოებაში, ისეთ საზოგადოებაში, ეკონომიურად არადალაგებულში, თუნდაც პოლიტიკურად არადალაგებულში, რაღაცა ინდუსტრია არსებობდეს. ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ შოუ-ბიზნესი საერთოდ არსებობს თუ არა საქართველოში, ხო? მე ვფიქრობ, რომ აი იმ სიტუაციაში დღესდღეობით რაშიც არის საქართველო, მე ძალიან მიყვარს რანაირად არსებობს კიდე იმ სტადიაში შოუ-ბიზნესში, რაშიც არსებობს დღესდღეობით. შეიძლება ისეთი შოუ-ბიზნესი არ არის კლასიკური შოუ-ბიზნესი. საერთოდ შოუ-ბიზნესი არის ალბათ დიდი ქვეყნის ფუფუნება, კლასიკური შოუ-ბიზნესი. ისეთ ქვეყანას, როცა პატარა ქვეყანა არის, მე ჩემთვის ნიშანდობლია, ნუ ერთმა ცნობილმა პიროვნებამ საქართველოს, სომალის და განას შეადარა, ხო? შეადარა. თქვენ წარმოგიდგენიათ ის პროდუქცია, აგინდა სომალიში და აგინდა განაში, რაც დღესდღეობით საქართველოში ამ კარგად გაგებით და ცუდი გაგებით შოუ-ბიზნესში რეალებს არა. მე ვთვლი, რომ ჩემთვის გასაკვირია აი ეს კიდე დღესდღეობით როგორ მოძრაობს ეს სტრუქტურა და ეს სფერო. მაშინ ეხლა მე მაინტერესებს ესეთი რაღაცა. ანუ თქვათ აი დავუშვათ 2 წლის წინ, ხო, არსებობდა სულ რაღაც შეიძლება ითქვას 100 კლიპი. და სიტყვაზე ამ 1 ან 2 წლის განმავლობაში ახლა იყო ხო ნახსენები გაიზარდა სადღაც ნუ შეიძლება 1000 კლიპი არის უკვე გადაღებული. ჩემთვის ძალიან მე არ მეგონა თუ ამდენი კლიპი არსებობს. ხო, ანუ რაღაცა მისცა ბიძგი, ხო, რომ გაჩნდნენ კლიპმეიკერები, ნუ საიდანაც არ ვიცით, თვითმარქვი არიან თუ ვინები, მოკეთ იღებენ კლიპებს და ასე თუ ისე აღორძინდა, ხო ეს სფერო. და ეს სიტყვაზე რომ რაღაც ბიძგი მიეცეს იგივე ქართულ კინოს, რომელიც არსებობდა და ჩვენ ვამაყობდით, ხო ამით. ანუ შეიძლება ხო რომ თქვა შენ დაიწყო კინოს გადაღება აგერ გიორგიმ და მილიონი ასე თქვა უამრავი რეჟისორი არსებობს. ანუ რატო არ გიფიქრი ამაზე შენ რომ თქვა შენ დაიწყებ სხვა და ასე ისევ იქნება ეს ფენომენი, რასაც ქვია ქართული კინო. ძალიან ძნელია ირა ამ თემაზე ენთუზიაზმის დონეზე ელაპარაკე. შენ დაიწყე. თუნდაც მხოლოდ კლიპს რო შევეხეთ, კლიპია, მუსიკალური კლიპი არის ვიდეო ტექნოლოგია. ვიდეო ტექნოლოგია არის ტექნოლოგია, რომელიც ითხოვს გარკვეულ ინვესტიციებს, თანხას. დღესდღეობით საქართველოში ამისთვის ვერ მოიცალეს, რომ ეს ვიდეო ტექნოლოგია განვითარდეს და კინოს უფრო დიდი თანხები ჭირდება. მე როგორც ვიცი, არსებობს კლიპები, რომლებშიც $30,000-საც იხდიან.
ალბათ და შენი კლიპებიც საკმაოდ ძვირადღირებულია და ხო შეიძლება რაღაც 5 წუთიანი ფილმიც გაკეთდეს, რომელიც თქვა 10,000 ყიდდეს ან გადაიხდიან კიდევაც. დაარსებოდეს ირა მოთხოვნილება, რომ შედგეს რაღაცა. მოთხოვნილება უნდა გაწეს სურვილი მოთხოვნილების. ამ შემთხვევაში კლიპი ასრულებს სარეკლამო ფუნქციას. და ესე იგი ვინც უკვეთავს, ვინც ცდებს გარკვეულ ინვესტიციას კონკრეტულ კლიპში, იმას ასე ვთქვათ, უღირს ამის კეთება. საკუთარი. ეხლა მე იმასაც ძალიან კარგი, ეს ყველა თქვენც იცით, მეც ვიცი, რომ იმ ასე ვთქვათ ერთადერთი რაც შეუძლია კლიპს გაუკეთოს დღესდღეობით საქართველოში, პოპულარული გახადოს ადამიანი და აფიშირება გაუკეთოს ამა თუ ადამიანს ან მუსიკას. ხო, ის შოუ ბიზნესი თუ ბიზნესია, მაშინ ბიზნესიანათაც სარფიანი უნდა იყოს ის კონკრეტული კლიპი. დღესდღეობით ეს ყველაფერი დასავაგებელია და მე ამას ვიძახი, რომ კინომაც მოთხოვნილება, იმიტომ რომ ვიღაცის მოთხოვნილებას უნდა დააინტერესოს ან დააკმაყოფილოს. დიდი მადლობა ნინო, შენ ცოტა მოგვიანებით მოგეცემა საშუალება ზაზასთან საუბრისა. ახლა კი ჩვენი პრესის მორიგი სტუმრის წარდგენის დრო დადგა. კლიპმეიკერებისა და რეჟისორების შემოქმედების შეფასების, ასე ვთქვათ, საუკეთესო შესაძლებლობა მათი ნამუშევრების ნახვა. ასე რომ სანამ წარმოგიდგენთ ჩვენს მორიგ სტუმარს გიორგი რამიშვილს, ნახოთ ის კლიპები, რომლებითაც ის ცნობილი გახდა. Ciao. Transporti რა დადის აქეთ? მეგონა გნახავდი შენი სახე თქვი მეკა ვერსაბალავდი მეგონა გნახავდა ასე მეგონა გემდემე ამ სიმართლეს მაგრამ ყველა ფერი მასო ეს იყო ჩვენი მორიგი სტუმრის გიორგი რამიშვილის სავიზიტო ბარათი. გამარჯობათ გიორგი. გამარჯობათ. თქვენ პრესის ანონსისთვის მინთამულ ინტერვიუში ამბობთ, რომ საკუთარ შემოქმედებას კარგ სამიას შეაფასებით. ეს სპეციალური ჟესტი იყო იმისათვის, რომ ჩვენი ჟურნალისტების არააგრესიულობა და კეთილგანწყობა მოგეპოვებინათ, თუ მართლა ასე მორიდებულად აფასებს საკუთარ კლიპებს? ალბათ ორივე. ორივე ერთად. კი, ორივე ერთად. სამიანი ალბათ იმიტომ, რომ ჩემის აზრით ხელოვანი ადამიანი ყოველთვის უნდა ვითარდებოდეს. თუ საკუთარ თავს ხუთიანს დაусმევ, ესე იგი წინ აღარ უნდა წახვიდე, აღარ ეძებ რაღაც ახალს. აღარ ეძებ ზრდას. ასე რომ არ მიმაჩნია სწორად. თუ ათბალიანი 7. ნახოთ, რამდენად არააგრესიულები არიან ჩვენი ჟურნალისტები. გიორგი, თქვენ თქვით, რომ ხელოვანი ადამიანი ხართ. რამდენად ახალია ის, რასაც თქვენ აკეთებთ? რამდენად მეგონი ყველა რეჟისორს უნდა დავუსვათ ეს კითხვა. რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი მსოფლიო სტანდარტებს? ანუ ის რომ რაღაც ახალია საქართველოსთვის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ახალია მსოფლიოსთვის, ხო? მართალი ხარ, ნინო, ალბათ კარგი იქნება თუ ამ შეკითხვას ყველა სწორია, მაგრამ ზუსტად მაინც ვერ გავიგე რას. რამდენად ახალია ის იდეები, რასაც თქვენ ახორციელებთ კლიპში? იმიტომ რომ კლიპი იდეის გარეშე
უბრალოდ ლამაზი კადრები არაფერი არ არის, ხო? როგორც რეჟისორის ნამუშევარი. უბრალოდ არის ლამაზი კადრები. თუ ცდილობთ რაიმე სიახლის შეტანას თქვენი შემოქმედებით, ახალ იდეებზე ნახავთ, შემოქმედი ეს არის ადამიანი, რომელიც ახალ რაღაცას ქმნის და მისი დამკვიდრებისთვის იბრძვის. თქვენ ხართ ესეთი ადამიანი? კი, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვცდილობ რომ რაღაც ახალი დავიწყოთ მაშინ. არა, ერთი წუთით მომისმინეთ, ახალი იდეა ყოველთვის კარგია, იდეა უნდა გქონდეს. მეორე არის გააჩნია შენ რა იდეა გექნება და შესრულება როგორ შეიძლება ამის. თან უნდა გაითვალისწინოთ ყველა ის ფინანსები, რაც გაქვს. ყველა ის ტექნიკური შესაძლებლობა, რაც არის. აი მაგათაც თქვენ რო იყოთ რეჟისორი, თქვენთან რომ მოვიდეს მე დამკვეთი და გითხრათ, ეს ძალიან კარგი კლიპი მინდა, რამე ახალი, რამე ორიგინალური გამიგეცე. ხო. აი ორიგინალური. და გეტყვის რომ აი მაქვს $1000 სულ. და როცა იცი რომ $1000 გიждდება, ალბათ ერთი დღე გადაღების. ერთ დღეში ძნელია საერთოდ. და ასეთი დამკვეთები რამდენად ხშირად ხდებიან? საკმაოდ ხშირად. უმეტესობა ასეთია. კი. დაუფინანსებლობა, ეს ვიდეობას არ უნდა უდრიდეს ჩემი აზრით, როდესაც ხელოვანი ადამიანი ხარ. არა, არის იდეები, რომელიც არ მოითხოვს დიდ დატვირთვას, დიდ ფინანსებს. კარგი, უფრო დიდი დატვირთვა რა ქონდეს. კი, მე მაინტერესებს ინტროს და კეთათოფრიოს კლიპზე მესაუბროთ, ანუ სიმღერა, რომელიც არანაირ ასოციაციას არ მიტოვებს, უბრალოდ კლიპი არანაირ ასოციაციას არ მიტოვებს, რაღაცა განგსტერული კლიპია. ეს მე მგონი არ არის ახალი, უკვე აღარ იღებენ ასეთ კლიპებს სოფლიო ბაზარზე, ასე ვთქვათ. რატო გადაწყვეტეთ და საერთოდ რატო გაგიჩნდათ ესეთი ასოციაცია, რომ სამ სიმღერას მოსვით, თინეიჯერული სიმღერა და უცბად რაღაც განგსტერული ამბები. აი, არაფერ შუაში არა, მე მგონი ალბათ ყველა დამეთან. თავიდანვე ესეთ ჩანაფერი ქონდა და ეს გადაგვეღო განგსტერული კლიპი. ანუ ეს სცენარის იდეა იყო. სცენარი თვითონ კლიპის? ჩვენი იდეა იყო, თვითონ ინტროს ბიჭების ჩემი იდეა იყო, რომ რაღაც ახალი გადაგვეღო. ну განგსტერული ეხა 30-იანი წლების რო არის რა, მაშინ სიმღერას გვახსოვს ის დრო, მე მგონი მარტო ეს არის, რომ გვახსოვს ის დრო და ნუ მეტი არაფერი, ხო? არანაირი. როცა დროს იხსენებს, არის გვახსოვს, არის წარსულ დროს. რაღაც ასოციაციას ხომ უნდა გიტოვებდეს, არა, ეს სცენარი და სიუჟეტი, ხო? გვახსოვს სწორედ ასეთი ასოციაცია გავუჩნდათ. თქვენ საერთოდ ყოველთვის ახალს ეძებთ ცხოვრებაში? აი თქვენ პირად. კი, რასაკვირველია, ახალს ვეძებ ყოველთვის. ვიცით, შავი ფერი ახალი არ არის საერთოდ და შავი ფერი ძალიან იშვიათათაცია. კი. თუ ახალი გინდა, ფერები უნდა შემოიტანო და სიახლე უნდა შემოიტანო. კი, მაშინ ლუკა არის ამ. თუ სხვას თხოვ ახალს, მაშინ შენ თვითონაც უნდა იყოს ეს პიროვნება, რომ ახალს ეძებდე. ხო, ეს კლასიკური ფერია და. თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად თემასთან ახლოს ნუ გადაუხოთ. მოგესალმებით. საშა კაცმანი რადიო პროდიუსერი. ჯოსეთ მე ვიტყვი ჩვენ საერთო აზრს გადაცემის გასვლამდე, რომ თქვენ გასაპრესი ხალხი არ ახართ. მაგრამ ამ ორი პრესიდან ერთ-ერთს მაინც შევთავთ იმისათვის, რომ გამოვიყვანოთ ამ გადაცემის თემა. ალბათ თქვენთვის, ყველასთვის სიმღერა, ანუ პროდუქტი, რომელიც პირველად მოდის თქვენთან, არის ის ამომავალი, ის აწყისი წერტილი, საიდანაც იწყება საერთოდ თქვენი შემოქმედება. ჩვენ რადიოში ხშირ შემთხვევაში როცა შემოგვდის სიმღერა, კლიპი ჯერ არ არის გადაღებული. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება თქვათ, აქაური პროდუქცია თუ უთხოვეთიდან ჩამოტანილი. და ჩვენ წინასწარ ვაკეთებთ პროგნოზირებას, თუ რომელი სიმღერა გახდება ჰიტი. ვიდეო პროდუქციის გარეშე. მე მაინტერესებს ესეთი კითხვა მაქვს თქვენთან. რამდენად აქვს მნიშვნელობა თქვენთვის, როდესაც თქვენ უსმენთ ალბათ ჩემს საინტერესო თვითონ პროცესის ამ ხედვის რა ტრადიცია გაქვს თვითონზე პროდუქტი რო შემოდის როგორ უსმენთ ამ ვიდეო რიგის დაალაგების პირველადი ანუ პირველადი თანხმობის მე გულისხმობ შინაგან თანხმობას რომელიც თქვენ გამოდის იმასე რომ თქვენ ხედავთ ამ პროდუქციას რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის აი ამ შინაგან ხმას რასაც ეძახიან იქნება ეს სიმღერა ჰიტი თუ არა თუ ლაპარაკი მიდის მხოლოდ შემოქმედებითი კუთხით, ანუ თქვენ ხედავთ ამ რიგს, თქვენ გინდათ ეს განახორციელოთ და აქვს მნიშვნელობა თუ არა ეს სიმღერა თქვენი შინაგანი რწმენით გახდება ჰიტი თუ არა. აღას გარკვეული მნიშვნელობა აქვს, ხო? იმიტომ რომ დღესდღეობით ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ამას ასე თუ ისე მაინც შოუ ბიზნესი ქვია და ამ შოუს თან მოსდევს ბიზნესი. წინ უნდა გაითვალო ეს იქნება თუ არა პოპულარული
ეს ყველაფერი ამან მოგება უნდა მოიტანოს რაღაც მაგისთვის ვილტვით ჩვენ, ხო? საერთოდ შოუ ბიზნესს ვიძახი და არა მარტო რეჟისორებს. სიმღერა უნდა იყოს მომგებიანი, იმ სიმღერა თვითონ უნდა იწოვდეს ყურადღებას უნდა იწოვდეს. ამიტომ აქედან გამომდინარე, შემდეგ კეთდება ვიზუალური მასალა, ვიზუალურის გამომწვევი უნდა იყოს. კი, ალბათ საჭიროა, რომ სიმღერა იყოს ადვილად მოსასმენი, რომ რაღაც აი 50-50 კახიტდება. ჩემთვის მე უფრო აი როგორც ჩემი შემოქმედებიდან ჩანს, უფრო აი ესე ვთქვათ პაფსას მე გულისხმობ ამ შემთხვევაში ალბათ ამ სიმღერის დატრიალებას ანუ როტაციას თქვენთვის შემოსავლების კუთხით უკვე ამ ხელმძღვანელობა არ აქვს, იმიტომ რომ ალბათ გადაშტა მიდის თვითონ პროდუქტის დამზადებისთანავე და როტაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე მაინტერესებს სხვა სტუმრების აზრი თუ შეიძლება. მე ნახევარ ვიპასუხებ ამ შემთხვევაში მე ის რეჟისორი ვარ, რომელიც ესე ჩართული არა ვარ შოუ ბიზნესში, იმ სახით მაგალითად ეს პროდუქტული არა ვარ, როგორც ჯაზა. და მე მაქვს საშუალება მე თვითონ გავაკეთო არჩევა. ამ შემთხვევაში მე ჩემ თავს ვაძლევ უფლებას, რომ ავარჩიო ის კომპოზიცია იმის დამიხედვით, რამდენად მომწონს და რამდენად ჩემში რაღაც ემოციას გამოიწვევს. შესაბამისად, თუ იქნება კომერციულად ჩემთვის ძალიან საინტერესო დაკვეთა, რომელიც შოუ ბიზნესის სფეროდან იქნება და ეს იქნება რაღაც ძალიან საინტერესო მომხიბლავი იგივე რაღაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით ჩემთვის, რომელშიც რაღაც ერთი ახალი ტექნოლოგიები შეიძლება გამოვიყენო, რომელიც აქამდე არ გამომიყენებია, შეიძლება ესეთ პროექტებს დავთანხმდე. და გავაკეთო ესეც. აი ეს არის და ეს. თორსტების აზრის ყოლა რაღაცა. არა, თქვენ გასვით საკითხი ასე რომ მე ვფიქრობ, პირიქით, ჩვენი პროფესიონალური მოვალეობა ის სიმღერა გახიდეთ ეს. მე ამას თქვენ ფინანსების გავურიეთ ამ საკითხში. ჩვენ ვალდებული ვართ იმაზე უკეთესი პროდუქცია მივაწოდოთ მაყურებელს, ვიდრე თვითონ სიმღერა მხოლოდ მარტო სიმღერა არის. მაშინ ასე რომ არ იყოს, მაშინ მუსიკალური კლიპის რეჟისორის ფუნქცია აბსოლუტურად საჭირო არ იქნებოდა. და მეორე ასპექტი იყო კიდე რაღაცა კითხვაში. მე გულისხმობდი ამ შემთხვევაში ფინანსური აქ ნარევი არ იყო საკითხი, აქ სხვა კუთხით გულისხმობ. თუ რამდენად არის, აი შინაგანაც ანუ გადაწყვეტილების мотиваციას გულისხმობ, ხო? რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, აი სიმღერა პოტენციალურად ხიტი არის, ანუ ამ შემთხვევაში როტაცია თქვენთვის კიდევ გასაგებია. კი ბატონო, მე აი მაგალითს მოვიყვან. შეიძლება რაღაცა ტენდენცია, მუსიკალური ტენდენცია აქტუალური არ იყოს, ანუ კონიუნქტურა არ იყოს ასეთ სიმღერაზე. აი მაგალითს ეხა ფორტეს ალბათ ყველა იცნობ დღესდღეობით, ჩემი მეგობრებიც არიან, არ ეწყინებათ. ფორტემ ღერის დაახლოებით 10 წელიწადი. აი ეს ჟანრი, თუნდაც რა ჟანრში მღერის ეს ჯგუფი თუ ანსამბლი კარდინალურად შეცვლილი არ არის, ხო? მაგრამ 10 წლის განმავლობაში თვითონ ფორტეს არსებობა ქართულ ესტრადაზე აქტუალური არ იყო. ფორტემ მოაკითხა ზაზა ორაშვილს რიგით, ასე ვთქვათ, რიგით რეჟისორის მუსიკალური კლიპების და გადაიღო პოპური. ხო? აი, რომ გადაიღო პოპური, იქიდან ფორტეს, ასე ვთქვათ, რეიტინგი მუსიკალურ შოუ ბიზნესში ამოიწია. მე იმის თქმა კი არ მინდა, რომ მე ვარ მაგარი, მე თქმა მინდა რის. რეჟისორის მოვალეობა რა არის? ეხლა ეს 5 ადამიანი, რომელიც ამ ჯგუფში მღერის, დასაკურველია თავისთავად თუ 4, ნუ ცასაც ვთვლი მე ამ ჯგუფში. თავისთავად ნიჭიერები არიან. ანუ უნდა გამოინახოს ადამიანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეჟისორი, ვით მან ნიჭიერებას დაინახავს. აი რა კონკრეტული სახით შეიძლება მათ ზეგავლენა მოახდინოს მაყურებელზე, ხო? მე ის ადამიანები ვინც მათი ნიჭიერება დაინახა და ჩემი დანახული თვალით დავანახე მაყურებელს, რომ აი ხალხო, ესენი ნიჭიერები არიან და ამ ჟანრში მათ შეიძლება ბადალიც არ ყავდეთ. გესმით? მე მოყვა მეორე კლიპი და მესამე კლიპი. უარესი კლიპი რომ ყოფილიყო, შესაძლებელია ეს სიმღერა ასე არ არის. დასაკურველია, რომ გადაღებულიყო ცუდი კლიპი, ფორტე დღესდღეობით უცნობი ჯგუფი იქნება. არა, მე ეჭვი არ მეპარება უბრალოდ მათ მუსიკალურ მონაცემებში, მაგრამ შეიძლება აქტუალური ჯგუფი არ ყოფილიყო საქართველოში დღეს. და კიდევ ერთი შეკითხვა, რომელზეც იმედი მაქვს სამივე სტუმარი გასცემს პასუხს. ნებისმიერ მსურველს უღებთ კლიპს, რომელიც თანხას გადაიხდის თუ რაიმე კრიტერიუმები არსებობს მათი შეფასების? პირადად მე ვუპასუხე ამ კითხვას. ამ შემთხვევაში გიორგისთვის არ მოგკითხავს ეს. და უფრო თუ დავაკონკრეტებს კარგი იქნება. ნუ ალბათ ყველას.
ყველას ყოველ ნებისმიერ მსურველს. გააჩნია თუ ყველაფერზე შევთანხმდებით, ალბათ ყველას. და იმ კითხვაზე მეც გავჩენ ჩემებულ პასუხს, რომ ალბათ მაინც უნდა გავხსოვდეს, რომ კლიპი არის მაინც რეკლამა, კლიპმა უნდა გაყიდოს პროდუქცია, ასე რომ მნიშვნელოვანია ეს კლიპი, ეს სიმღერა, თვითონ მუსიკა იქნება თუ არა პოპულარული, გახდება თუ არა ხიტი, რაღაცნაირად მაინც რო გაითვალოს, იმიტომ რომ მაინც პროდუქციის გაყიდვა არის ყველაფერი. თუ შეიძლება ზაზა, შენს კლიპებში ძირითადად ფორტესთან დაკავშირებით რატომღაც აირჩია კინოსპეციფიკა. ძველი რეტრო ფილმების გახსენება მაყურებლისთვის, რატომ რა არის ეს და ყველასთან მაგ ასეთი კითხვა, ის საქმიანობა, რომელსაც თქვენ დღეს ეწევით, არ თუ არა როგორც რეჟისორებისთვის ერთგვარი კომპენსაცია. ანუ რომ ვერ იღებთ ფილმს. ვიცით რა, გარკვეულწილად ეგ აზრი, მე ასე ვფიქრობ, მე სხვათა შორის კინოსპეციფიკა პირველად ფორტესთან არ გამოვიყენე, გავამოვიყენე ვიცი, ნინელი ჭანკვეტაძე და გია როინიშვილი. შეიძლება ეს სუბლიმირება იყო, მე იქ კინოში რაღაცის გაკეთების საშუალება არ მაქვს, აი ჯერჯერობით იმ პერიოდში შემეძლო კლიპში გამაკეთებია ეს რაღაც. და სხვა თუ არაფერი, აი იმ პერიოდისთვის ხო, დილდილაოდელა დაახლოებით 8 წლის წინ გადავიღე, ფორტეს პირველი კლიპი არ მახსოვს 3 წლის წინ. აი ნოვატორობა, ახლა არის რაღაცა ტენდენცია, გიორგი მაგნიშნა რომ შეიძლება საერთო ჯამში ქართული მუსიკალური კლიპებზე მაქვს ლაპარაკი, უფრო ევროპულ და ამერიკულ პროდუქციას გავდეს. გავდეს ეს როგორი ისეთი ნათქვამი ეცით რა, იქ აბსოლუტურად სხვა ტექნოლოგიები, აქ იმის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ არის. მაგრამ აი ეს ჩემის მხრივ საკუთარ ნელი ლაპარაკი, მაგრამ აი ეს კინოსპეციფიკის გამოყენება იმ პერიოდისთვის საქართველოში, ჩემი მხრიდან ნოვატორი, ცუდი სიტყვა ნოვატორი, ორიგინალურობა იყო. და მე ვფიქრობ იმ შემთხვევაში გაამართლა. მე მოვიდომე რაღაც ტრილოგიისავით გაკეთება ეს ფორტე 1, ფორტე 2 და ეს თუნდაც ეს ცოტა სხვა ჟანრია, კიჩია მართალი ეს ჯეიმს ბონდი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ხერხს ალბათ ჯერჯერობით აღარ გამოვიყენე. პირადად მე. და არის თუ არა კომპენსაცია ზას? შეთვის ეს საქმიანობა. გარკვეული პერიოდი იყო კომპენსაცია და მე წეგან ვთქვი, რომ მე თუ მოვიდომე ფილმის გადაღებას, ეხლა სხვათა შორის რამოდენიმე პროექტი არის. და ნუ თუ გადავერთვები მე კინოსაქმიანობაში, მე არ გამოვრიცხავ, რომ ეხლა მუსიკალური კლიპებიც ვაკეთო, მაგრამ იმ პერიოდში იყო კომპენსაცია, კი. შეგებია შემდეგი შეკითხვა. პირველი შეკითხვა მაქვს გიორგისთან, მე მინდა რომ თქვენ გვითხრათ რა არის კლიპი, ოღონდ ჩვენ გავიგეთ რომ კლიპი არის ის მუსიკალური ვიდეო პროდუქცია, რომელმაც არის რეკლამა, რომელმაც წინ წამოწიოს სიმღერა და გაყიდოს, ხო? მაგრამ მე არ ვამბობ ეს ოფიციალური მხარე გავიგეთ, ანუ ის რასაც თქვათ ჩვენ შეგვეძლო, ისაც შეგვეძლო მოგვესმინა ლექციაზე, თუ მივყვებოდით, თუ ჩავაბარებით ამ ფაკულტეტზე. მე მინდა თქვენ თქვათ, მხოლოდ თქვენი აზრი, არა ზოგადი და არა რაღაც ისეთი ოფიციალური, მხოლოდ თქვენი აზრი, სუბიექტური აზრი, რა არის კლიპი, არ გულისხმობ არა კლიპს და ვითომ კლიპს და დამისახელოთ თქვენს მიერ გადაღებული კლიპების გარდა ერთი მაინც ქართული კლიპი, რომელსაც თქვენ პატივს სცემთ. და მე მინდა კიდევ ერთ შეკითხვა მაქვს, იმიტომ რომ მე შეიძლება მიკროფონი ხელში ვეღარ ჩავიგდო და კიდევ ერთ შეკითხვა მაქვს. მით უმეტეს აი ამ როდესაც გიორგი პასუხს გასცემს, მხოლოდ აი ამის შემდეგ უფრო საინტერესო მოსასმენი იქნება. მე მინდა დაგისახელოთ ზაზასაც და გიორგისაც ესეთი ორი კადრი თქვენი თითო კლიპიდან, რომელიც ჩემი აზრით, მე არა პროფესიონალი ვარ, ჩემი აზრით არც თუ ისე კარგია. ეს არის ზაზას გადაღებული კლიპი სალომე გასვიანის მიფრინავს დრო, როდესაც სალომე წყალქვეშ ცურავს, თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ კიდეც, რომ მან ცურვა არ იცოდა და ძალიან კმაყოფილი ხართ, რომ ეს არ ჩანს, რომ მან ცურვა არის, მაგრამ სალომეს აქვს საოცრად შეშინებული სახე და ამ დროს ეს არის საკმაოდ პატარა ბავშვი, რომელიც გონია, რომ დაახლოებით, რაღაც საშინელება დაინახა იმ წყალში, მაგრამ ამ დროს ის უყურებს კამერას და არ ვიცი თქვენი შეიშვნენ თუ ისე, იმიტომ რომ ის საოცარი სახე აქვს ამ დროს სალომეს, ეს პატარა კადრია და გიორგისთან მე ერთხელ ესეთი სტატიაც კი დავწერე ცნობილი სახეების საჯდომების ფონზე და მაინტერესებს როცა დათო ხუჯაძის მეგობრებთან აი ისეთი აქტუალურია ქართული საჯდომები რომ მეტი არ შეიძლება და ჩვენ ზავმა როგორ ხედავთ ამაგებინეთ მაინც დამა ესევე როგორც კლიპები ეს ხარისხი ამისაწევი ჩვენ მინდა რომ გიორგიმ გამცეს პასუხი და იმიტომ რომ მისი პასუხის ფონზე პირადად ჩემთვის გაცილებით საინტერესო იქნება ზაზას და გიორგის პასუხი და დიდი მადლობა საინტერესო შეკითხვა იყო, ნახოთ, როგორ გააჩვევენ თავს ჩვენი სტუმრები. ძალიან სრული ამოცანა დამისახეთ. კლიპი ვადათან არა არის ისე. იცით რა არის, მე ვთვლი
გარდა იმისა ვილაპარაკეთ ხო რომ ეს არის სარეკლამო პროდუქცია, პრინციპში უნდა გაყიდოს ალბომი და ასე შემდეგ. მე მაინც ვთვლი რომ მე კლიპი არ მიყვარს რა ეს ტერმინი ძალიან ის არის ნამუშევარი. არის, როდესაც მე კლიპს ვაფასებ მაშინ კარგად, როდესაც ვძნობ რომ იქ დევს რეჟისორის რაღაცა ნაწილი. ანუ ის არის ნაფიქრი, მოფიქრებული აქვს ფორმა, არის რაღაცა მისი სულის ნაწილი. ანუ რაღაც ემოცია მოდის, არა ვიცით ძალიან კარგად შეიძლება მიხვდე ემოცია მოაქვს მხოლოდ კომპოზიციას თუ გამოსახულებას. ამის ის ძალიან ადვილია გამოთეშავ იმას ხმას და ეგრევე მიხვდები ამას. ანუ არის ესეთი კინოხერხი ნაცადი, სადაც ხმის გარეშე გამოსახულებით რაღაც. მე ვთვლი რომ აი ეს არის მთავარი რომ მე მიუხედავად აი ამ ინდუსტრიისა, რომელშიც ბევრი კლიპები უნდა მზადდებოდეს, თუ იმაში იქნება ჩადებული რეჟისორის რაღაცა რეჟისურა, რასაც ქვია, ანუ შემოქმედება, რასაც ქვია, ხო, ხელოვნება, რასაც ქვია, იმის ნაწილი მაინც მე ვთვლი რომ ეს არის მართლა ეს მუსიკალური პროდუქცია, რომელსაც მე ვეძახი კლიპს თქვა. და რაც შეეხება ქართულებიდან რა მოგწონს, მე მაგალითად იმ მომენტში არ გამახსენდა ქართული არსებობს თუ არა. მე მაგალითად იგივე ზაზას სპორტის ისა პოპური მომწონს, იმიტომ რომ ეს არის კარგი რეჟისორის, კარგი რეჟისურა, რომელშიც არის ქართული მომენტები და რაღაცა შეიძლება ჩემი ასაკიდან გამომდინარე, თქვენ უფრო ახალგაზრდები ხართ, ჩემში რაღაცა ისეთი გააღვიძა ნოსტალგიური მომენტები ძველ კინოზე. და ესეც ძალიან საინტერესოა და მე ვთვლი იგივე ბასას ვაგონი მიქრის არის საეტაპო თავისი აქტუალობით იმ მომენტში, ხო, იმ ფაქტორით, იმ ტიპაჟებით და იმ მომენტში იყო ზუსტად მორწმული და იყო ძალიან საინტერესო და ისიც ქართული. ნამდვილად ქართული პროდუქცია ის. და კიდევ ერთი შეკითხვა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საკმაოდ ხშირად ქართულ კლიპებს ადარებენ თურქულ კლიპებს, ამ შემთხვევაში ისევ გადაცემის დასაწყისში წამოწყებულ თემას დავუბრუნდები და მაინტერესებს, რამდენად ეთანხმების თქვენ აზრს და რატომ ეთანხმების თუ რასაკვირველია თქვენ ეთანხმებით საერთოდ? ზოგჯერ ვეთანხმები ხოლმე სამწუხაროდ, მაგრამ რატო ეთანხმები ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მაშინ მომიწევს ძალიან ჩაწდობა მაშინ. არის ძალიან ბევრი ჩვენ ბაზარზე არის ესეთი პროდუქცია, ვიდეო პროდუქცია, რომელშიც გემოვნება ცოტა დაბალ დონეზე. და მე გაგაცნო. არა, მე ის როგორი ის არის, აი სვავენ ისეთ რაღაც ცუდ კითხვას და რესპონდენტი, ანუ მე ამ შემთხვევაში რაღაცა ისეთი უნდა ვთქვა, რომ იზვარაჩი ვაცა რაღაცა, რომ სწორად გიყვასო. ორატორული. ხა ცოტა პოლემიკური კითხვაც არის, რატო მაგალითად, რატო გაგაღიზიანათ ამ კადრმა და რატო არ გაგაღიზიანათ მაგალითად იმ კადრმა, როცა სალომეს ტრემლები გაყაყებით ჩამოდის თვითფრინავში, ხო? ხო შეიძლება და ამით მაგრამ ეხლა გეტყვით მე სიმართლეს. სალომე საერთოდ როგორც მომღერალი და როგორც ადამიანი მე ძალიან მიყვარს. და საწყალი ბავშვი ხა ფიგურალურად საწყალი ბავშვი მთელი დღის განმავლობაში ვიღებდი კლიპში. პლუს დღის გადაღება, ღამის გადაღება, პლუს ამას დაემატა ის, რომ ღამე ციოდა და ბავშვი უნდა ჩასულიყო, ნუ აპრიორი გადაწყვეტილი იყო, რომ წყალქვეშა კადრებიც უნდა გადამეღო. თან მე პრეტენზია მქონდა იმისა, რომ მე ერთ-ერთმა პირველმა უნდა გადამეღო წყალქვეშა კადრები საქართველოში. ზმის და ნუ ბავშვს მოუწია აცახცახებულ ბავშვს უკვე დილის 6 საათია, როგორც ივა წარმოგიდგენიათ. გადავიღოთ რამოდენიმე კადრი, პლუს თქვენ აღნიშნეთ, რომ სალომემ ას თუ ისე კარგი ცურვა იცოდა, მაგრამ ეხა მიმდინარეობს მონტაჟი. და კამერა არის სტატიურად თვითონ ობიექტი, ანუ სალომე მოძრავდა კამერის წინ. მაგრამ სასურველი ხომ არის, რომ ბავშვის სახეც გამოჩნდეს, რომ ნამდვილად სალომე გასვიანი არის წყლის წყალქვეშ და სალომე ცურავს წყალქვეშ. თან მე ვიცი, რომ სალომე ცურვა არის და მართლა ასე ვთქვათ, ეს გმირული საქციელია სალომეს მხრიდან, რომ ეს რაღაცა. ერთადერთი კადრი იყო სალომესი, როცა აი ეს სახე ჩანდა სალომეს. ნუ მე შეიძლება მე მართალი გითხრათ, მე არ მეგონა, რომ მაყურებელი შეამჩნევდა ასეთ რამას, მაგრამ თუ გინდათ ჩათვალეთ როგორც პატარა კომპრომისი, მაგრამ მე მინდოდა დამეფიქსირებე, რომ ნამდვილად სალომე არის წყალქვეშ ჩასული. ნატურალი. და ამ კლიპთან დაკავშირებით მე მაინტერესებს, რატომ არის სწორედ სალომე გასვიანის კლიპში დასმული ერთი ძალიან აშკარა
დასმული, უფრო სწორედ დაშვებული ერთი აშკარა შეცდომა, როდესაც სალომეს თმას ჯერ შეკრული აქვს, შემდეგ გაშლილი. ეს ინგლისურენოვანი სიმღერა რომ არის, ოთახში, სადაც ცეკვავს სალომე გასვიანი. იცით რა, ეს აბსოლუტურად თქვენ ვერ ერკვევით რეჟისურაში. შეიძლება ერთ კლიპში, ერთ წამში მომღერალს ერთი კაბა ეცვას და მეორე ზუსტად წამ ნახევრის შემდეგ მეორე კაბა ეცვას. თქვენ თვითონ რომ ნატურალიზმი და ეს ბიოლოგიზმი უნდა იყოს დასრულებული? ერთი და იგივე მოქმედებას ასრულებს ერთ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მაგას, აბსოლუტურად. რატომ გაწუხებს ეს თემა? რატომ ვაჩვენეთ ქართული საჯდომი? შენის განრიულს ქართულია ეს საჯდომი, საერთოდ რომ არ საერთოდ მიქელანჯელოსაც თავის დროზე კიცხაოდნენ. არა, მაგრამ მაშინ მე ვერაფერს ვერ ხედავ ისეთ საგანგაშოს, როგორც შემოსა. ყველაფერი უნდა ვაჩვენოთ, რაც საჩვენებელია. რომ ასე არის სწორი. აი თქვენ მაგალითად რა გინდათ რომ ნახოთ? როგორი კლიპი გინდათ ქართული ნახოთ? ისე მე არ გეუბნებით რომ ეს ცუდია, მე თქვენ გკითხეთ, მე ასევე ვკითხე რატო გქონდათ სალომეს შეშინებული სახე და მე ასევე გკითხეთ თქვენ რომ რა დატვირთვა აქვს თქვენთვის ასეთი დოზით ხაზგასმას საჯდომი? ჩემთვის არ აქვს დატვირთვა, ეს იმ მაყურებლებისთვის არის, ვისაც აქვს ამაზე დატვირთვა. ასე რომ იმათაც ვეძახით ჩვენ ეკრანზე. მადლობა. ლიზას აქვს შეგეხმა? თქვენ გაიხსენეთ ახლა კლიპი, თუ ლუკამ გაიხსენა Overflow, ხო, ინგლისურენოვან სიმღერაზე შექმნილი კლიპია. მე ვთვლი რომ ეს ძალიან თქვენი იმიჯისთვის ცუდი კლიპი იყო და გეტყვით რატომ. თქვენ კარგად გავოგდით აი ეს კომედიის, პაროდიის ჟანრი, იგივე კიჩი, რაც ახსენეთ, რაც გადაუღეთ ფორტეს, გადაუღეთ არის დათო გამარცელს, ხო? მაგრამ ამერიკაში იმდენად კარგ კლიპებს იღებენ, ისეთი კულტურაა ხო მრავალწლოვანი. რომ პრინციპში არ ღირდა კონკურენციის გაწევა ბათთან და არ ღირდა ამ კლიპის წაღება ამერიკაში, მით უმეტეს რომ ვერც სალომე გასვიანი ვერ იმღერებს ალბათ მენდი მურივით, ხო? და ვერც თქვენ გადაიღებთ ისეთ კლიპებს, როგორც მაგალითად იქ იღებენ უცხო. მე ვამბობ თემატიკას, თქვენ გაქვთ არჩეული იქ აი ფსევდო ამერიკული რაღაც აი ეს კოვბოები, რომელიც არიან რაღაც მეტრნახევრიანი მოცეკვავეები, ხო, ჯუჯები. ეს გოგონა ვითომ და უცხოელი და ამ დროს ქართველია, ხო? ეს არის არც კიჩი, ეს არის უკვე უბრალოდ აი რაღაც დაბალ გემოვნებიანი კლიპი რა. ანუ ძალიან ცუდი პაროდია გამოვიდა თქვენს. თქვენ რას ეთანხმებით თუ არა ამას? მე ვთვლი რომ ამერიკაში სიცხულია ესეთი კლიპის ჩვენება. აი ერისიონი იყო საამაყო ჩვენთვის და აი ეს კლიპი ნამდვილად არის. მე იმედს ვიტოვებ რომ ეს აზრი სუბიექტურიალიზა ამ შემთხვევაში და მე გიპასუხებ ჩემ პოზიციას. თქვენ რომ იცოდეთ პრეისტორია, ანუ წინა ისტორია ამ კლიპის გადაღების შექმნის ან იმ სიმღერის ჩაწერის, თქვენ ალბათ უკვე აღარ შემეკითხებოდეთ და გარკვეული გექნებოდეთ ეს საკითხი. ანუ სალომე იყო წასული ამერიკაში, სადაც სალომეს ჩააწერინეს 9 კარდინალურად ჟანრობრივად განსხვავებული სიმღერა. ამავე დროულად სალომე ემზადება კარიერისთვის როგორც სიმღერაში, ასეთვე როგორც სამსახიობო კარიერისთვის. უბრალოდ მოთხოვნილება იყო იქ, რომ სალომეს, ასე ვთქვათ, ვიზუალური მხარე აინტერესებდა, როგორი არის სალომე გასვიანი, კონკრეტულად სალომე გასვიანი, აი ამ კონკრეტულ კლიშეში. ანუ ამერიკული როგორ გითხრათ, აი თქვენ როგორ დაახასიათებთ? ამერიკული რეალობა. არა, რეალობაზე არა. სტილისტურად ასეთი სიმღერის შესრულების როგორი ობრაზ როგორი სახე აქვს სალომე გასვიანს, აი ასეთ სიმღერის ასეთი ჟანრის შესრულების დროს. უბრალოდ იქ ჭირდებოდათ რაღაც დაიჯესტის ფორმით, რომ ვიზუალური ვიღაც პროდიუსერები არიან ასაკურველი არის. იმ პროდიუსერებს უნდა შეეფასებიათ აი კონკრეტული ეს ადამიანი ამ კონკრეტულად ამ იმიჯის მატარებლის სახე. ძალიან დიდი მადლობა. და მე მართალი გითხრათ არ ვფიქრობ, რომ ეს უშედეგო ნამუშევარი იყო ეს. იმიტომ რომ სწორედ ამ კლიპის მეშვეობით ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა სალომეს. რადგან ჩვენი დრო შეზღუდულია სამწუხაროდ, გავრცელებული აზრი კი არა და ხშირად ამბობენ, რომ
ესე იგი შევეხეთ უცხოური კლიპების თემას და მეც მინდა დავამატო, რომ ამბობენ, რომ ხშირად ქართული კლიპების ხარისხი და დონე აბსოლუტურად განსხვავებულია იმისაგან, რასაც ჩვენ ხედავთ უცხოურ არხებზე, ალბათ დამეთანხმებით თქვენს. ამიტომ ძალიან საინტერესოა თუ როგორ კლიპებს ამზადებენ საზღვარგარეთ და ახლა რუბრიკაში დოსიე ჩვენ გავეცნობით რამდენიმე ცნობილ რეჟისორს და მათ შედევრებს. და ასევე მინდა დავამატო, რომ არც არის ეს ყველაფერი გასაკვირი, რადგან ქართული შოუ-ბიზნესი ჯერჯერობით განვითარების პირველ თუ არა მეორე საფეხურს მაინც ვერ გასცდა, ასე რომ რუბრიკა დოსიე. წარმოშობით ჩიკაგოელი მარკ რომანეკი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ყველაზე დაფასებული რეჟისორების სიაში შედის. მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. შეუქმნია კლიპები ისეთი მომღერლებისათვის, როგორებიც არიან მაიკლ ჯექსონი, ლენი კრევიცი, დევიდ ბოუი, მადონა, მიკ ჯაგერი და უამრავი სხვა. რომანეკის ჯილდოების კოლექციაშია 15-მდე MTV-ს პრიზი, 3 გრემი, 3 კლიო და 3 ბილბორდის პრიზი. მარკ რომანეკის ნამუშევრების უმრავლესობა უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი მუსიკალური კლიპი. რეჟისორის ნამუშევარი მადონას სიმღერაზე Bedtime Stories ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პერმანენტული კოლექციის ექსპონატად იქცა. 1997 წელს MTV-მ კლიპმეიკერის სპეციალური პრიზით დააჯილდოვა მედია ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის. რომანეკის კლიპები ყოველთვის გამოირჩევა ვიზუალური მასშტაბურობით, პომპეზურობით და რაც მთავარია მრავალფეროვნებით. თითეული მოძრაობა, რაკურსი და საერთოდ დინამიკა თითქმის მათემატიკურ ლოგიკას ექვემდებარება. რომანეკის კლიპებში კადრის კომპოზიცია და ფერთა შეხამება ყოველთვის უდიდესი გემოვნებით არის გათვლილი. გემოვნებით, რომელიც რეჟისორს არასოდეს ღალატობს. შვედმა რეჟისორმა იონას აკერლუნდმა თავისი კარიერა ძირითადად ჯგუფ როქსეტთან მუშაობით დაიწყო. პირველი ინტერნაციონალური წარმატება კი მან მოიპოვა მაშინ, როდესაც გადაიღო კლიპი Smack My Bitch Up ჯგუფისათვის Prodigy და მადონას Ray of Light. ამის შემდეგ აკერლუნდთან გადასაღებ მოედანზე ხვდებიან ჯგუფები Cardigans, U2, Ozzy Osbourne, Robbie Williams, Christina Aguilera და ასე შემდეგ. იონას აკერლუნდი ცნობილია როგორც სკანდალური რეჟისორი. მისი ნამუშევრები ყოველთვის ექსტრავაგანტულობით გამოირჩევა და მათში ყოველთვის არის პროვოკაციის პატარა მარცვალი. მაღალი მხატვრული ღირებულების მიუხედავად მისი კლიპები მკაცრ ცენზურას განიცდიან, დაუფარავად ნაჩვენები აგრესიულობისა და პორნოგრაფიასთან ახლოს მდგარი ეროტიკულობის გამო. თუმცა კრიტიკოსთა წრეებში ამ არაორდინალურ რეჟისორს ყოველთვის მოწიწებით ეპყრობიან. ასეა თუ ისე აკერლუნდი ხომ მსოფლიო ინდუსტრიაში ნამდვილ შედევრებს ქმნის. მსოფლიოს საუკეთესო კლიპმეიკერთა შორისაა ფრანგი რეჟისორი მიშელ გონდრი. თავისი ნოვატორული იდეებით მან მუსიკალურ ვიდეო პროდუქციას აბსოლუტურად განსხვავებული, შთამბეჭდავი სახე მისცა. რეჟისორის მოუთოკავი წარმოსახვის უნარი და ბავშვური ფანტაზია გასცდა მოკლემეტრაჟიანი მუსიკალური კლიპების საზღვრებს. პირველი სერიოზული წარმატება მიშელ გონდრისათვის ბიორკთან თანამშრომლობას მოაქვს და შემდეგშიც რეჟისორი და მომღერალი ძალიან ხშირად ხვდებიან ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე. ტექნიკური ნოვატორობა გონდრის ასე ვთქვათ გენებში აქვს. მის ოჯახის წევრებში მრავლად არიან გამომგონებლები და ტექნოლოგები. 15 წლის მანძილზე მიშელ გონდრიმ შექმნა უამრავი ძალიან შთამბეჭდავი კლიპი, მათ შორის ჯგუფებისათვის Radiohead, White Stripes, Chemical Brothers და ასე შემდეგ. გრძელდება თოქ-შოუ პრეს-პრესი და როგორც გახსოვთ, ჩვენი სტუმრები არიან ქართული მუსიკალური ვიდეო პროდუქციის შემქმნელები, ანუ კლიპმეიკერი და დაუბრუნდეთ ჩვენს შეწყვეტილ საუბარს. მიკროფონი გადავცეთ ხადიას. ერთი კითხვა მექნება გიორგისთან, მართალია შავი შარვლები თურმე არ მოგწონს, მაგრამ რომელ გიორგისთან? პასუხებს რამიშვილ გიორგისთან. გიორგი, აღინიშნა გადაცემის მსვლელობისას, საერთოდ კლიპი და სიმღერა პირდაპირ პროპორციულია, ხო, ერთმანეთს უწევს პოპულარიზაციას. ხო ვარ ფიქრობ, რომ სალომე წორაიძის სიმღერას კლიპმა შეუშალა ხელი მის პოპულარიზაციას და ალბათ უკლიპოდ სიმღერა უფრო გახიტდებოდა. არ ვფიქრობ ეს, ნამდვილად არ ვფიქრობ. აი შენ თუ როგორ შეაფასებ ამ ნამუშევრს? მე ვფიქრობ, რომ შენ შემოქმედებაში ყველაზე სუსტი ნამუშევარია. უკეთესი ყოველთვის შეიძლება. მე საერთოდ ნებისმიერ ჩემ ნამუშევარს მაინც კრიტიკულად ვუყურებ და უკეთესი ყოველთვის შეიძლებოდა. რამ განაპირობა ამის ჩამონათვლები რო დავიწყო, მე მგონი შორს წაგვიყვანს, მაგრამ სალომეს აუცილებლად გადაგიღებ უკეთეს. ანუ შენ თვითონაც არ ხარ მოყოფილი შენი ნამუშევრით? თუმცა მოყოფილი არ ვარ. კარგ სამიანზე შეაფასებ თავის ნამუშევრს. კარგ სამიანზე შევაფასებ.
მადლობს და ერთი კითხვა მაქვს ზაზასთან. ზაზა, შენ იყავი სატელევიზიო პროექტის ერთ-ერთი ნოსტალგიის ავტორი, რეჟისორი, რომელიც ძალიან წარმატებული იყო. ნუ ეს თავისთავად მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ეს იყო ნოსტალგია და ის პროექტი, რომელიც ალბათ ნებისმიერი რეჟისორისთვის წარმატებული იქნებოდა. მეორე წელიწად შენ იყავი პირველი არხის სატელევიზიო საახალწლო პროექტის რეჟისორი, რომელიც ძალიან სუსტი იყო და მე ვთვლი რომ არაფერი არ იყო. რამ განაპირობა შენ როგორც ყველაზე პროდუქტიული რეჟისორი, ძალიან ნიჭიერი ადამიანი და პროექტი აბსოლუტურად წარმატებული. განაპირობა თავარი კარდინალური იყო, რომ თითქმის არ იყო ამ პროექტისთვის გამოყოფილი ფული. შენ თვითონ თვლი რომ ეს მართლაც წარმატებული პროექტი იყო და შენ თვითონ პირველი არხის სატელევიზიო საახალწლო. პირველი არხის საახალწლო პროექტი იყო ადეკვატური იმისა, რა თანხაც იყო დახარჯული ამ პროექტზე. უფრო მეცაც ვიტყვი, შედეგი იყო უფრო დიდი, რის მოლოდინიც შეიძლება ყოფილიყო ამ აქედან გამომდინარე. ანუ შემოქმედება აბსოლუტურად ადეკვატურია სახსრებისა და უსახსრო იყო იმ პერიოდში. იმ კონკრეტულ შემთხვევაში სახსრები განაპირობდნენ პროდუქციას. იმ კონკრეტულ შემთხვევაში. ეს შეიძლება არ იგივე ეს აზრი არ გადავიტანო კლიპზე. შეიძლება კლიპზე არ იყოს გამოყოფილი ძალიან დიდი თანხა, მაგრამ კლიპი იყოს ძალიან კარგი. ანუ პროპორციული არ არის თანხა და ხარისხიანობა კლიპისა, პროპორციული არ არის, მაგრამ როცა დიდ შოუ კონცერტს აკეთებ, იქ კიდე სხვა ბევრი სხვადასხვა ასპექტი არის. და ნუ თანხა გარკვეულად განაპირობებს პროდუქციას. და კიდევ ერთი კითხვა გიორგისთან. თქვენ როგორც პროფესიონალი და ყველაზე დიდი პრაქტიკის მქონე ადამიანი, თუ ხერხული არ იქნება, მაინტერესებს დაასახელოთ ერთი ყველაზე წარმატებული კლიპმეიკერი, რეჟისორი დღესდღეობით თქვენთვის მისაღები. იცით რა ძალიან გამჭირდება, რომ ყოველ ჩემი მეგობრები არიან და ცოტა შემოქმედებითად გულისხმობ. იცით რა არის? მე ვთვლი რომ ეხლა აი ესეთი მთელი შემოქმედების წარმატებული დასახელება ძალიან გამჭირდება, მაგრამ არის ცალკეული ნამუშევრები, რომლებიც თქვი, რომელიც მომწონს, მაგრამ ყველაზე ბევრი ნამუშევარი ერთი ადამიანისა ვინ არის ეს ერთი ადამიანი? ვერ გესმის. იცი ეხლა გამახსენდა რომელი მოგწონს კლიპები. ძალიან მომწონს და ყოველთვის მომწონდა და ყველაზე მაღლა ვაყენებ მე მგონი იმ კლიპს, რომელიც აღარავის აღარ ახსოვს, შეიძლება ეს იყოს შემოშენიერო ლედი ლადო გურტული. რომელიც მოდის ქალაქში ერთი იმით ვარდით. და მიდის ქართლის დედასთან. მე ვთვლი რომ იდეურათაც და ისეც ძალიან საინტერესო იყო და გემდე ჩაჭი. განსაკუთრებულად დიდი თანხები არ დახარჯდა, თუმცა ეს კლიპი დღესდღეობით ყველას ახსოვს. ეს იყო იქ მაესტროს ბაზაზე გაგებული ერთი კამერით მე. მე მინდა ვკითხო გიორგი რამიშვილს. მე მგონი ამერიკაში სწავლობდა და რეჟისურას სწავლობდით? მე მინდა ვიცით რა არის თი გამოვხატო ალბათ უხარება რომ თქვენ ამერიკაში წახვედით ეს შორს იმისთვის რომ გესწავლათ და შედეგად მივიღეთ თუნდაც ინტროს წინასწარ ვერ დაგეგმავთ დღეს. აი ამ კლიპის გულისთვის ნამდვილად არღი და ამერიკაში წასვლა და იქ სწავლა. ჟურნალისტები დღეს გიორგი რამიშვილს რაღაც არ წყალობენ. ჯერ ესეთი მე არ დამიმთავრებია. იქ სწავლა პირველი კურსი. ანუ ალბათ ჯერ არ დამიმთავრებია. ეს არის ორებზე გისწავლიათ. ხო, აი პირველი კურსის შედეგია და ხუთივე წელი რო დამიმთავრებინა, მაშინ სხვას მიიღებდით. მით უმეტეს რომ ახლა მახსენდები, მე მგონა თქვენ შემეკითხებოდით რომ რატო არ მოგწონთ ეს კლიპი. კლიპებიც კეთდება საქართველოში, როგორი ტელევიზიებიც გვაქვს და როგორი რადიოც, ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის სინთეზურად. არა გვაქვს ჩვენ უფრო ნაკლები კლიპები ვიდრე არის რადიო, ან ტელევიზიები, მუსიკალური ტელევიზიები. არა, თქვენ რომ როგორც ქვეყანაში ვცხოვრობთ, ისეთი კლიპები გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს უკეთესი მაგალითები. განვითარდებით, ჩვენ 5 წელია რაც დავიწყეთ. აი ნამუშევრები ზაზა ორაშვილის, გიორგი ებრაიძის, ბასა ფოცხიშვილის ნამუშევრები მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი დონის კლიპებია. და რაც შეეხება აი შენ გინდა მითხრა რომ ჩემი არის დაბალი დონის და სხვასი არის მაღალი დონის, ხო? არის ნამდვილად დაბალი დონის. ეს არის შენი სუბიექტური აზრი. არ არის ჩემი სუბიექტური აზრი, მოდი გავიხსენოთ რომ კირკოროვს ჰქონდა ერთი რაღაც 10 წლის წინ გადაღებული კლიპი ქვიოდა მარინა და აი მარინას ზუსტად არის ერთ-ერთზე გადაღებული სიუჟეტი, რომელიც თქვენ გადაიღეთ ინტროსთვის. კირკოროვის შემოქმედებას არავის არ მომისმენია მარინა, ალბათ ამ დროს მე ვიყავი ზუსტად ამერიკაში და ვსწავლობდი იმ რეჟისურას, რომ გადამეღო ინტროს ვერ დაგეგმავ დღეს და ამიტომ
უკაცრავად, მაგრამ შეიძლება გამოვტოვე ისიც მარინა. არიცით, რომ ღამე მთვარეა და დღისით მზე, მაგრამ ეს ფაქტია, რომ ეს კლიპი არსებობდა და მე თუ მახსოვს, ალბათ ძალიან ბევრს ახსოვს ეს კლიპი და გირჩევთ, რომ აიღოთ რაღაც უფრო ორიგინალური ვერსიები, თუნდაც შექმნათ რაღაც არ ვიცი. გაუკეთებელი საერთოდ არაფერია. პაროდიები, მაგრამ უკვე ყველაფერი გაკეთებულია. ესმის? ყველაფერი უკვე გაკეთებულია. ახალი იდეები საერთოდ მთელ მსოფლიოში თვითონ ჰოლივუდში ძალიან დიდი დეფიციტია. თუ ვიღაცა რაღაცას ჩაიფიქრებს რეჟისორი და დღევანდელ დღეს თბილისში რაღაცას აკეთებს, პირიქით თქვენ მადლობლები უნდა იყოთ და არა ესეთი კრიტიკული იმით მიდგომები. კი, მეც მომისმენია ბევრჯერ რომ ეს იქ მინახავს, აქეთ მინახავს, ალბათ კლიპებზეც ამობენ რომ მოყვარულია, მე არ ვფიქრობ ეს რომ მოყვარულია. რაღაცა იდეა შეიძლება სხვას გავდეს, როცა მელოდიაც იწერება სტუდიაში, ბევრი იძახის იცი და მე მგონი ეს სადღაც მომისმენია. ესეთი შეგრძნებები საერთოდ ყოველთვის არის. ეს იმიტომ რომ ყველაფერი თითქმის უკვე გაკეთებულია, ყველანაირი იდეა უკვე გადახარშულია. ეს შეიძლება ოდნავი რაღაც ქართულებით, ოდნავი რაღაც სვლილებით შეიძლება მოიტანო, მაგრამ მე მაინტერესებს, აი ზაზაურაშვილიც თulis რომ აბოწურულია, ანუ როგორც ხელოვნება კლიპმეიკერობა უნდა მოკვდეს, აი გიორგის რომ მოусმინოთ რამიშვილს, ესე იგი აღარ არსებობს ახალი იდეა. უნდა დაიყუროს სახელოსნო. ესე იგი, რაც რო გავაიგიოთ რაღაცა კინო და მუსიკალური კლიპი დაგვიწყო, ხო? თემა, ყველა ის სიტუაცია, რის გარშემო შეუძლია რეჟისორს ვიტრიალოს, ეს ყველაფერი ნაჩვენები არის ბერძნულ ტრაგედიებში, ხო? ემოცია იქნება თუ რაღაც. მაგრამ არის კიდევ არის არსი და არის ფორმა. ყველა ინდივიდს, ანუ ყველა რეჟისორს აქვს თავისი მოწოდების, გააზრების, ემოციური მუხტის საშუალება. ანუ მე იგივე თემა შევიძლია ავიღო, ესე იგი მე და თქვენ ავიღოთ ერთი და იგივე თემა, თქვენ გადაიღებთ, თუ თქვენ რეჟისორი იყოთ, აბსოლუტურად სხვანაირ კლიპს, მე გადავიღებ აბსოლუტურად სხვანაირ კლიპს. მაგალითს მოვიყვან, თუნდაც აი ენრიკო იგლესიასის კლიპი და ჯაბა კასეტოძის კლიპი. გამომდინარე იქიდან, რომ იქ რეჟისორს, იცით რა, თანხაზეც არ არის ლაპარაკი. მე უფრო მიყვარს მე ადამიანის ემოციის გადმოცემის საშუალება, ну, აი, ემოციური რაღაცა მუხტის გადმოცემა მინდო და ერთ ლოკალურ სივრციდან დანახული ეს ყველაფერი. იმ რეჟისორმა სხვანაირად გაეაზრა, იქ სხვადასხვა ობიექტი გადაიღო, იქ ქალთან სხვანაირი ურთიერთობა ანახა. ჩემთვის ურთიერთობა შუშის აქეთ და იქიდან იყო. მან კიდე სხვა რაღაცა. ანუ სიუჟეტი, ანუ ფაბულა შეიძლება ერთი იყოს, ანუ ფორმა, მოწოდების და გააზრების ფორმა აბსოლუტურად სხვადასხვა. მე იმის მინდა რომ ამოწურული საშუალებები აბსოლუტურად არ არის და კლიპსაც აქვს პერსპექტივა. ხოლო ლიზა ძალიან დიდი პოდში გესიამონება წინა კითხვა რომ დამისვით. სალომე მე არ მინდა რომ მე ვფიქრობ სალომე გასვიანი რომ მიყვარს იმის კლიპიც არის კარგი და სტერეოტიპები, ანუ ახმა იმ კლიპისა შეიძლება თქვენ გქონდეთ სხვანაირი და ამერიკაში სხვანაირი. აქ იმ კლიპიდან გამომდინარე და სალომეს საკვირველია მონაცემებიდან გამომდინარე, სალომე აიყვანა ვისინ აგილერას კადრები იყო ტელევიზორში გამახსენდა პირადმა პედაგოგმა ისამეცადინოს და პლუს კიდე აფიშირებადი არ არის თვითონ Sony Records-ში შეიტანეს ეს კლიპი და იქ იყო გარკვეული მოთხოვნილება ჩემზეც. ანუ აქედან გამომდინარე, ამერიკაში ის პროდუქცია, კონკრეტულად Sony Records-ი იცით რატონის სტუდია და რამხელა მონსტრია, იქ ეს პროდუქცია მოეწონათ. მე იმიტომ ვთქვი, რომ ეს აზრი ალბათ თქვენი სუბიექტური იყო ლიზა. მე თქვენს პროფესიონალიზმში ზაზა არ მეპარება და ნამდვილად ვთვლი, რომ თქვენ ხარისხიან პროდუქციას ქმნით, თუმცა კი ბოლო დროს მოიკოჭლებთ და პირიქით ვთვლი, რომ გიორგის ნაკლებად, თუმცა შეიძლება ეს გამოცდილება არ აქვს. ჯერჯერობით გამოცდილება არ აქვს და ალბათ ვინდა გადასცემს მიკროფონს თავის კოლეგებს. მე არ ვფიქრობ, რომ არსებობს კარგი და ცუდი რეჟისორი, შეიძლება არსებობს კარგი და ცუდი კრიტიკოსი. გიორგი, ერთი კითხვა მაქვს კიდე. დათო ხუჯაძის მეგობრებთან ერთად უდაო ძალიან წარმატებული კლიპი იყო, ხო? და ყველა ათეულში მე მგონი პირველ ადგილებს იკავებდა, იყო ეს დროც. შენ როგორ თვლი ეს სიმღერა ზუსტად იგივე კლიპით რო იმღერა თქვა ვიღაცა სხვას და არა დათო ხუჯაძის მე ვგულისხმობ იმ პერიოდს დათოს შემოქმედების ის პიკში იყო ხო მაშინ ისეთივე პოპულარული იქნებოდა ანუ შენს შემოქმედების წარმატებას თვითონ დათოს პერსონამ ხელი შეუწყო ხო ალბათ ეს იმას ნიშნავს რომ კი რა თქმა უნდა ვინ მღერის ამ სიმღერას მნიშვნელობა აქვს მოხდება თუ არა ის პირველ ადგილზე ჰიტ პარადებში ეს იყო ხო შენი კითხვა? ხო, ანუ მაინტერესებს ეგ შენ შემოქმედებას, შენ მეტნაკლებად მაინც უფრო პოპულარულ ადამიანებთან მუშაობ, ხო? ახალგაზრდებთან, მაგრამ კეთაც ინტროს უკვე ძალიან პოპულარულები არიან დათოც.
და აი იგივე დამწყები იყო სალომე ასე ვთქვათ. ანუ დამწყებ მომღერალს რაც შეუძლია ზაზამ გახადეს პოპულარული ძალიან. გახდა პოპულარული, დამწყები იყო პანჩოც, არავინ არ იცნობდა მაშინ პანჩოს კლიპი რო გადავიდა. პანჩოს როგორ არის ცნობილი? თუმეტეს იმპერიაში მაშინ პანჩოს. მე ვთვლი რომ პანჩო მაშინ უფრო პოპულარული იყო ვიდრე ახლა. მე მაქვს ესეთი კითხვა. ეს დაჟინებული თქო. რაკა ეს კაცებიც შეხედავთ აქ რა, მამრობიც ქესიც არის. როგორც იქნა მამაკაცებთან ხმა მოიგო. კაცებთან დაგვალაპარაკეთ. ეხლა დააცადოთ ერთმანეთს იქნებ. პოპ ინდუსტრიაში უცხოეთში ასეთ ისე კლიპებში აქცენტი გაკეთებულია და მე როგორც გონია უფრო დინამიკაზე. რამდენად თქვენ ხელს გიშლით ის რომ ჩვენი სიტყვაზე მომღერლები საკმაოდ სტატიურები არიან თვითონ და უბრალოდ თქვათ პირდაპირ ვერც ეკვავენ, არ დადიან არაპლასტიკურები, არ დადიან, არ ვარჯიშობენ და რამდენად ხელს გიშლით ეს და მეორე კითხვა რომელსაც მოკლედ შეგიკითხებით საკმაოდ ეძებს. მე უკვე აღნიშნე, რომ ჩემი პროფესიონალური მოვალეობა არის კონკრეტული მომღერალი საუკეთესო ამპლუაში დავანახო მაყურებელს. მე თუ ვიცი, რომ ის არც ეკვავს, ნაკლებად პლასტიურია, მარცხენა მხარე უარესი აქვს ვიდრე მარჯვენა მხარე, ან რაღაცა მოიკოჭლებს, მე მაშინ ვალდებული ვარ ეს უარყოფითი თვისება ყველაფერი დავმალო და საუკეთესო მხარით მივაწოდო მაყურებელს. რა საკვირველია მიშლის კონკრეტულად მე, მაგრამ მე ჩემი მოვალეობა ის არის, რომ მე მაინც საუკეთესო მხარით დავამალო. ამიტომ გამოდის, რომ ქართულ შოუ ბიზნესის კლიპებში ექშენ როგორც ეგეთი ნაკლებად არის, ხო? არა, მგონი, მე ყოველ შემთხვევაში პირველ უპირატესობას ყოველთვის ვანიჭებ დინამიკას, ხო? ასე რომ ჩემ კლიპებში მე მგონი არაკლია დინამიკა. ასეთ შეკითხვა პრესპრესში ქორეოგრაფები რომ ყავდნენ მოწვეული. ხო, თავისთავად. და მეორე კითხვა მაქვს ისეთი, მე მაინტერესებს გიორგისთან და მაგითხვა, იყო მცდელობა ქართული შოუ ბიზნესის შერწყმის სარეკლამო ბაზართან, ანუ მე გულისხმობ მუსიკალური კლიპების გამოყენება რეკლამაში. აქ საუბარი მიდის სიტყვაზე მაგთის რეკლამაზე, საუბარი მიდის Air Georgia-ს თუ არ ვცდები თავის დროზე იყო Sandos რეკლამა ეხლა ტრიალებდა ახლახანს. მე ვსვავ ესეთ კითხვას. თქვათ უცხოეთში, როდესაც იყენებენ ამ სარეკლამო ოფციას, იდგმევა სცენარი და მხოლოდ მოკლე ელემენტს გამოიყენებენ ვოკალის. ხშირად მიმართავს ეგეთ ხერხებს, თქვათ Pepsi, Coca-Cola, სხვა ესეთი ცნობილი დიდი კომპანიები. და აი თქვათ მე მაინტერესებს რატო სარეკლამო ოფციის სახით იღება იგივე კლიპი, სადაც ასე თუ ისე ფიგურირებს რომელიღაცა ბრენდი. და აი ეს მთლიან, ანუ მუსიკალური კლიპის სახი აქვს მთლიანად, არანაირად არ განსხვავდება წმინდა მუსიკალური პროდუქციისგან, იმის გარდა რომ უბრალოდ ხელს გაუსმევენ და თქვათ დაიწერება მაგთიჯიეს. ამ შემთხვევაში ძალიან მოკლედ შემიძლია გიპასუხოთ, ესეთი იყო დაკვეთა. მაგთის დაკვეთა იყო, რომ უნდათ ქონდათ სარეკლამო დრო გაგულ არხზე და ამ დროის გამოყენება უნდათ ქონდათ დიდი დრო და იყო სიმღერა რომელიც დაწერა დათო ევგენიძე. ნუ ქონდათ რაღაცა ესეთი კომერციული გარიგება, ანუ არ ვიცი როგორ იყო, დაკვეთა იყო რომ დათო ევგენიძეს დაუკვეთეს სიმღერა რომელიც მან დაწერა და მე და დათომ გადავიდეთ კლიპი. თუმცა ისევ და ისევ შეგახსენებთ რომ დღევანდელი თემა არის მუსიკალური ვიდეო პროდუქცია და არა კლიპი. ეს ზუსტად მუსიკალური სახე პროდუქცია, წმინდა მუსიკალური სახეა, მხოლოდ რომ გამოყენებულია როგორც სარეკლამო. სარეკლამო მუსიკალური კლიპი შეიძლება დავარქვათ. რა თქმა უნდა, ამ ხელმოცულობით დასავლეთში არავინ არ აკეთებს, იმიტომ ეს კომერციულად წამგებია. მეც ვიტყვი რა რაღაცას ესე. სანამ ჩემი ჯენტლმენობით სარგებლობდნენ ეს ქალბატონები და სანამ ძალით არ გამოვტაცე მიკროფონი ხელიდან და როდესაც მე ეს მიკროფონი როგორც იქნა ჩავიგდე ხელთ, ხო, მივხვდი რომ ყველა ეს კითხვა რომელიც თქვენთან მინდოდა დამესვა, ასე თუ ის უკვე დასვეს ამ მშვენიერმა არსებებმა და უბრალოდ მე მინდა ის თქვა რომ ხა მე როგორც სპორტნაბის მენეჯერი მე ვაკვირდები ყოველთვის აი ყველაფერს რაც კი ხდება ქართულ შოუ ბიზნესში
და რა თქმა უნდა კლიპებსაც და კვირა არ გადის რომ აი კლიპის პრეზენტაცია არ შედგეს თუნდაც ამ არხზე და კიდე სხვა არხზე. ანუ მე იმის თქვა მინდა რომ ეს საქმე უკვე დაიწყო, უკვე კარგახანია და დაიძრა. ამიტომ მე არ დავიწყებ რა მომწონს რა არ მომწონს, მე შეიძლება არც ერთ თქვენთაგან ეს კლიპი არ მომწონდეს საერთოდ. ამ პირიქით ვეცემოდი სამივე თქვენს ნამუშევრებზე და უბრალოდ მე მინდა თქვა ის რომ ეს საქმე დაიწყო, ეს კარგია და მე მინდა სამივეს უბრალოდ შემოქმედებითი წარმატება გისურვოთ. ლუკა შენ ტექსტი ხო არ თქვი? დიდი მადლობა. არა აგრესიული გამოსვლა იყო შენებთან განეიტრალე რატო გაწეული ატმოსფერო. და კითხვა არ გაქვს რაიმე? თქვა აი ხარა ის რაც მაწუხებს პირდაპირ ვარ ვყოთ ვიტყოდი. არა ვერ ვიტყვი. მაშინ მე ვიტყვი. ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება მიპასუხეთ. ძალიან ხშირად რეჟისორის წარმატება განპირობებულია ოპერატორის ან მონტაჟისტის ნიჭიერებით და შესაძლებლობებით და თქვენ რამდენად შეხვედრიხართ ასეთ ფაქტებს? ძალიან ხშირად რეჟისორმა გადასაღებ მოედანზე არც კი იცის რა უნდა გააკეთოს და ხშირად ოპერატორის მიგნებებით ცდილობს ფონს გასვლას. რამდენად ხშირად შეხვედრიათ ასეთ შემთხვევაში? სამწუხარო მაგალითი მოიყვანა, რა არის ის რეჟისორმა ეს. რა უნდა გადასაღებ მოედანზე თუ არის რა უნდა გააკეთოს? ეს და საკმაოდ ხშირად თან. როცა მე კინორეჟისორს ვსწავლობდი თეატრალურში, მე ასე მასწავლეთ. რეჟისორის მოვალეობა, რა არის რეჟისორის პროფესია? ეს არის ადამიანი, რომელსაც ყოფნის ნიჭიერება და ტვინი თავის გარშემო შემოიკრიფოს ზუსტად ის ადამიანები, ვინც მას ჭირდება. ანუ პროფესიონალი დირექტორი, პროფესიონალი ოპერატორი, პროფესიონალი მემონტაჟე. ესე იგი რა შეიძლება იყოს რეჟისორის ფასი? ესე იგი რეჟისორი ვერ ხვდება რომ ის ოპერატორი უნიჭოა და ის იმასთან ერთად მუშაობს? რეჟისორის ფუნქცია რა არის ამ შემთხვევაში? რეჟისორის ფუნქცია არის აბსოლუტურად ყველაფერი. აი აბსოლუტურად ყველაფერი არის რეჟისორის ფუნქცია. ბატონ გიორგი, თქვენ ასე მე ოპერატორი რო ახსენე ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ მე ძალიან მადლიერი ვარ მაგალითად ვოვა ერმაკოვის, რომელიც აღარ არის ამ პროგრამაზე, რომელმაც აი ეს პირველი ჩემი ნამუშევრები გადაიღო და ის იყო კინოოპერატორი, რომელიც ვიდეოს პირველად შეეხო, ფილმზე მუშაობდა მანამდე და მისთვისაც ეს ექსპერიმენტი იყო გარკვეულწილად და მე მისი ძალიან მადლიერი ვარ და ალბათ დიდი პროცენტი იმის რაც შეიქმნა და თუ ის რაღაცას წარმოადგენს მისი დამსახურებაც არის და აგრეთვე მხატვრების ვინც ჩემთან მუშაობდა. გასაგებია. ბატონ გიორგი, თქვენ ხო არ გქონდათ? ჩემი აზრით რეჟისორმა კამერით გადაღებას უნდა იცოდეს და მონტაჟიც. მე მგონი ნამუშევარი უნდა ქონდეს როგორც ოპერატორად, ასევე მემონტაჟეთ. უფრო ფართო წარმოდგენა იქნება ყველაფერ ამაზე. ყველა დარგში უნდა ერგოვდეს ესე იგი რეჟისორი. ანუ რა არის იცით, აი ეს ყველა ადამიანი უნდა იყოს კარგი. რეჟისორი მარტო კლიპს თუნდაც კონკრეტულად კლიპს არ იღებს. იქ არის დიდი შემოქმედებითი ჯგუფი, პროფესიონალთა ჯგუფი. ყველა აკეთებს თავის საქმეს კარგად და საერთო ჯამში თუ ვიღაცა კარგად არ აკეთებს, ესე იგი საქმე შეიძლება არ გამოდის. ატმოსფეროს ზადაში ყოველთვის კეთილი შურს ისე კარგი შექმნილი ჯგუფი, მობილური ძალიან და ყველა სუპერ პროფესიონალი და თუ აქ ჟურნალისტებს კიდევ რაიმე აი გაგა სალომე გასველი პიროვნულად ძალიან გიყვარს და იმიტომ მეკიდები ასე მოწიწებით ვის კლიპებს და ანუ ეს არის შენთვის აუცილებელი ფაქტორი, როდესაც კლიპს იღებ, აუცილებლად უნდა გიყვარდეს ის მომღერალი? იცით რა, მე ჩემი თავი დამიჭერია აი ესეთ რაღაცაში. იმ პერიოდში, როცა მე მუშაობ კლიპზე, მე თუ ის ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის, თუ ეხა სიყვარული მე კი ვიცი როგორი ამაღლებული გზნობა. თუ ის ადამიანი მე არ მიყვარს, იმ საქმე არაფერი მე აი ესეთი ვარ, მე კონკრეტულ შემთხვევაში გადაღების პროცესში და მონტაჟის პროცესში ის ადამიანი მიყვარს. და მე მინდა იმ ადამიანს, ანუ საყვარელ ადამიანს გავუკეთო მაქსიმალურად კარგი. რისი გაკეთების პოტენციალიც მე მაქვს საერთოდ, ხო? აი ის მიყვარს. სალომე არის თუ სხვა მომღერალი, ვისთანაც მე მუშაობ, იმ კონკრეტულ პერიოდში მე მიყვარს. და მცირე ბიუჯეტიან კლიპზე თანახმად ხარ ამ შემთხვევაში? თუ სიმღერა არის შესაბამისი, ანუ მე მიხვდები რომ მცირე ბიუჯეტით მე ბევრჯერ მithქვია რომ აუცილებლად წინაპირობა რა არის ნორმალური რითი შეიძლება დაერქვას ამას მუსიკალური კლიპი თუ არა სიმღერა და ვიზუალური მხარე უნდა იყოს ტანდემში ეს არის ჩემთვის პირველი პირობა თუ სიმღერა მემარჯვენს საშუალებას რომ მინიმალური მატერიალური დანახარჯებით გავაკეთო რამე ღირებული მე იმ რასაკვირველია გადავიღებ იმას აი ის თქვენ
პირველ ჩემ ნაბიჯებზე ლაპარაკობ. 10 სახის კლიპი და 10 ნინელი ჭანკვეტაძის და გიარონიშვილის კლიპი არ დაჭდა 11 თეთრი. თეთრი, ну, სხვა მაშინ თეთრებიც არ იყო, სხვა ფულადი ერთეული იყო. არ იყო, მაგრამ ეს ჩემთვის ღირდა იმისა, რომ მე რაღაცა გამეკეთებია, გესმით? ანუ იდეა დამოკიდებული არ არის ფულზე. შეიძლება ძალიან პატარა რაღაცად, ოღონდ სიმღერა უნდა გაძლევდეს ამის საშუალებას და მომღერალი. ერთი ბლიც კითხვა, ყველაზე ესე მცირე ბიუჯეტიანი კლიპი და ყველაზე დიდ ბიუჯეტიანი კლიპი შენ შემოქმედებაში მთლიანად. მე უკვე აღნიშნე, რომ სახის კლიპი მე ის მახსოვს, მე მგონი მაშინ რუბლი იყო თუ არ მახსოვს. საკუთარი რაღაცა გარკვეული თანხა დავხარჯე, რომ ის კლიპი გადამეღო. ხოლო ნინელი ჭანკვეტას და გიარონიშვილის არ დაიხარჯა 11 თეთრი და საკმაოდ ძვირიანი კლიპი არის ბაქო ჯეიხანის კლიპი. ქართული პარამეტრები და საქართველოს მასშტაბებით, თორე ეს თანხის დასახელება არ შეიძლება? ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მე არ მინდა უბრალოდ აი ასე თემაზე ვილაპარაკო. ძალიან დიდი მადლობა, მე მგონი ჩვენი ჟურნალისტები საკმაოდ თამამად აყალიბებენ თავიანთ შეკითხვებს და ესეთი სითამამე მჭირდება ახლა, იმიტომ რომ ჩავატარო პატარა გამოკითხვა. ან თითოეულ თქვენგანს ვთხოვთ დამისახელოს ერთი კლიპი, რომელიც ყველაზე მეტად არ მოსწონს. საიდან დავიწყოთ? თქვენგან. მე ვიცი რომ თქვენ გაქვთ თქვენი მოსაზრება. ეს არ ვიცი ხა ტრიალებს თუ არა თქვენს ტელესიუცეში, მაგრამ შაშან ძალიან აქტიური იყო, ეს იყო ონისე და რაღაც ვარდო. დიდი მადლობა, გავაგრძელოთ სწრაფად. ჩემი აზრით მე კლიპი რომელიც მე ყველაზე მეტად არ მომწონს ეს არის თორდემ ნესტან სინჯიკაშვილის კლიპი სტეფანეს სიმღერა არის მაგრამ მან შეასრულა ეს სიმღერა და პირველი რაც ვთქვი ალბათ ძალიან არ მომეწონა და პირველი რაც აზრი მომივიდა ამასთან დაკავშირებით რომ სტეფანეს ძალიან უხეშად დასცინეს თორე სტეფანე ძალიან პატივისცემ თავისი შემოქმედება საშა მადლობთ თეთრი ლიმუზინი, ბენდენა და ხუთლარიანი სათვალე. ვისია? ვისია, რეზო სპეციალისტი რადიოში. ალბათ ზებნილები, ჩემი ძმები. კარგად გამაი ლიზა მიხდა. ზებნილი და ჯერონიმო? შავი პრინცი. შემდეგი არ იქნები გამორჩეული ლალიკოს დავეთანხმები, ონისეს ვარდო არის საშინლად გამაღიზიანებელი სიმღერაც და კლიპიც. დიდი მადლობა ირა. მე მასე ვერ გამოვყოფდი, ანუ რომელი არის სამწუხაროდ ძალიან ცოტა რომელიც მომწონს. ესე ზოგადი პასუხი, მადლობთ მაინც რეზო. მე ირას დავითანხმები ალბათ და ვიტყვი იმას, რომ არა, სანამ ირა რაღაცა სიტყვა და სხვა რაღაცა მინდოდა მე თქვა. მოდით ვიფიქრებ რა ჯერ სხვა მომწონს. ერთი კლიპი ხადია და მე ხა ვიფიქრებ და ვერ ვხვდები ერთი მართლიანია რომ მე ძალიან არ მომეწონა ლექსენის ბოლო კლიპი, ანუ სიმღერაზე არ მაქვს საუბარი, კლიპზე მაქვს საუბარი, ის არის ანიმაციური და აი არის ვერანაირად ვერ მოვიწონებ ესეთ მსგავს ანიმაციას და საერთოდ ვიტყვი რომ ანიმაცია ქართულ ვიდეო პროდუქციაში არის სუსტი წერტილი და ჯობია რომ საერთოდ აი ეს ხერხი არ იხმარონ ანიმაცია ქართულ კლიპებში. შემდეგი სასწრაფოდ შემდეგი ხადია. მიკროფონი დისათ. გთხოვთ მომცეთ უფლება დუმილის უფლებით ვისარგებლო, იმიტომ რომ თავ შევიკავ. ძალიან ბევრი კლიპი არ მომწონს და ძალიან ცოტა მომწონს. ერთი მაინც. ერთი. აი ეს რო არის, მანქანით რო გოგო მოდის, არის ქერა გოგო. თათია ჯაველიძე. და ბოლოს მე ბოლოს იცი რას ვიტყვი რომ მე ყველა ამ ადამიანთან მაგ ძალიან მჭიდრო შეხება, იმიტომ რომ სანამ კლიპი გამოვა ეს სიმღერა მოდის ჩემთან. პრემიერებზე და ყველასთვის მეგობარი ვარ და ყველასთან ძალიან ახლოს ვარ და ეხლა რა ვიცი ხო არ ვაწყენინებ არა ის ისედაც ხვდებიან ეხლა ისინი ვისაც ცუდი კლიპი აქვს და შეიძლება რა რომ ეკიდეთ გასაგებია მე რომ მეშინოდეს ამდღას ამ პოსტზე არ ვიქნებოდი რა პოსტზე დღესავა დიდი მადლობა ჩვენ ჟურნალისტებს და ბოლო მთავარი შეკითხვა ჩვენ სტუმრებს როგორ გამოვასწოროთ ქართული მუსიკალური ვიდეო პროდუქცია მოკლედ და კონკრეტულად სათითაოდ ყველამ გამეცეთ პასუხი დავიწყოთ ზაზას მოკლედ. როგორ გამოვასწოროთ ქართული ვიდეო პროდუქცია? რა არის ყველაზე ცუდი ქართულ კლიპებში, რაც უნდა გამოვასწოროთ და როგორ უნდა გამოვასწოროთ? იცით რა არის, ძალიან აბსტრაქტული კითხვაა, იცით? აი მე არ მესმის რა პასუხს ელით. აბსტრაქტული. მე უკვე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე ის, რაც არსებობს ამ შოუ ბიზნესის სახით, კონკრეტულად ვიდეო პროდუქციის სახით, ეს კიდე ფუფუნება, ესეც არ უნდა იყოს დღევანდელ ასეთ სიტუაციაში, რაც საქართველოში არის. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ დრო გავა და ყველაფერი თავის გასაკვირველია. პირდაპირ ბევრი ფული მოგვეცით და კარგ კლიპებს არა. ფულიც არ არის აქ. თქვენ თვითონ ფული ყველაფერს
მარტოფული არ და ბატონ გიორგი, თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ვთვლი რომ ალბათ დრო გამოასწორებს ყველაფერს, იმიტომ რომ ესე თუ ისე პროფესიონალიზმი მოდის დროთა განმავლობაში, ხო, ეს საქმე ჯერ ჩვენთან აქტიურად საწყის სტადიაშია. გვინდა ბევრი რაღაცის სწავლა, ბევრი რაღაცის პრაქტიკის გავლა, ბევრი რაღაცის იგივე თქვენი კრიტიკა გვჭირდება ძალიან ყველას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვიღაცა გეუბნება. სამწუხაროდ ამ საქმეზე ძალიან ნაკლები იწერება. მე ვამბობ ამ შემთხვევაში რეჟისურაში, ვიდეო პროდუქციაზე არ არის ესეთი კრიტიკული წერილები, რომელიც იქნება ობიექტური და პროფესიონალურად დაწერილი. მე ძალიან მინდა რომ ამაზე მეტი ყურადღება გაამახვილოთ თქვენ და ესეც დაეხმარება. მე ვთვლი რომ დრო ჭირდება ამას ყველაფერს. მადლობა და ბატონ გიორგი თქვენ. მე მგონი რომ ყველაფერს დაეხმარება ის რომ რაღაც სტანდარტი, რაღაც ცენზურა იყოს. დაბალი ხარისხის კლიპი არ უნდა ტრიალებდეს, არ უნდა მიიღოს მუსიკალურმა ტელევიზიებმა. ჩვენთან არსებობს მაგალითად ასეთი ცენზურა. უფრო მკაცრი უნდა იყოს. იმიტომ რომ არსებობს. მაშინ გააჩნია ვინ არის ცენზორი. ამასაც ცენზორსაც აღზრდა უნდა. ნუ ამის ასარჩევად ალბათ აი ძალიან ერუდირებული ჟურნალისტები ხართ, თქვენს თუ იქნებით ჟიურის წევრები, კარგი იქნება რომ ავრჩიოთ ის ხალხი, ვინც ცენზურას მიაქცევს ყურადღებას. ძალიან დიდი მადლობა. იმედი ვიქონიოთ, რომ ქართული მუსიკალური ვიდეო პროდუქცია პირველი და მეორე საფეხურიდან ნელ-ნელა ზევით აინაცვლებს და ყველა კმაყოფილი იქნება გარშემო. ეთერში იყო გადაცემა პრესი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს სტუდიაში მობრძანებისთვის და ჩვენს ჟურნალისტებს თავებისა და ენების არდაზოგვისთვის. მომავალ შაბათს ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს ისევ ამ სტუდიაში გადაცემაში პრესი. კარგად.